მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო შეხვედრა ბატონ ტარიელ ბიბილურთან. ბატონი ტარიელი ვინც არ იცის და პირველად გაეცნობა, ჩვენი სტუმარია, ჩვენი სივრცის სტუმარია დღეს და ბატონი ტარიელი არის სუჯოკ თერაპევტი. ჩემი ყველაზე ისე რა ქვია, საყვარელი მკურნალი, თუ რამე მიჭირს მასთან მივრბივარ და ყოველთვის ფეხზე მაყენებს. გარდა ამისა, დღეს ცოტა სხვა ამპლუაში წარმოადგენთ ბატონ ტარიელს. ის არის ძენ ბუდიზმის ძალიან დიდი მცოდნე, იმდენად დიდი, რომ ეს მისი ცხოვრების წესიც კი გახდა და დღეს გაგვიზიარებს უფრო ღრმად და უფრო დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით, მეტად გვესაუბრება. და ასევე ბატონ ტარიელს აქვს საოცრად ლამაზი ესე სიბზნის წვეთები, მარადისობის წვეთი ჰქვია, ესეთი პატარა ბროშურასავით არის, პოეზიის პატარა წვეთებია, რომელიც პატარა კია თითოსტროფიანი, მაგრამ სიბზნის საოცარი დატვირთვა აქვს სათითაო სტროფს და შევეცდებით, რომ რამოდენიმე სტროფზე დაგველაპარაკოს რა სიღრმისეული, არსისეული სიღრმე და სიბრძნე ამაში და უდიდესი ცნობიერებიდან დანახული ჭეშმარიტების თვალით დანახული სიმართლე. მაგრამ დღეს მე მეც აღარ ვისაუბრებ, სიტყვას გადავცემ ბატონ ტარიელს, რომ მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, მოგზაურობისთვის და დასწრებისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია საკუთარ შინაგან გზაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ინტიმური, როგორც აღარ გითხარით, ყველაზე სათუთი და ყველაზე, ასე ვთქვათ, მოწყვლადი იმპულსი, რომელსაც მიუყვება ჩემი არსება. რაც შეეხება ძენს, ასე ვთქვათ, ძენი ვახსენეთ წეგან, ხო და ძენის შესახებ ალბათ ბევრმა არ იცის ინფორმაცია და მე უნდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ განსაკუთრებული მოვლენა იაპონიაში, რომელიც იღებს ჩინეთიდან საფუძველს. ჩინეთში გამას ქვია, ამ ტრადიციას ქვია ჩან ბუდიზმი და ასე ვთქვათ, ინდოელმა მასტერმა შეიტანა მე-6 საუკუნეში, ბოთხითჰარმამ ჩინეთში მედიტაციური ბუდიზმის ეს ნაირსახეობა და ასე ვთქვათ, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, კერძოდ სახელმწიფო მე-13 საუკუნეში ეისაიმ და დოგენმა შეიტანეს უკვე იაპონიაში. ასე რომ იაპონური კულტურა, იაპონური სულიერი ტრადიცია უშუალოდ ზის ჩინური ინდურ ტრადიციაზე. ბოთხითჰარმა, შემდეგ ჩინელი მასტერები, მაგალითად ლინძილუ, ერთ-ერთ სკოლას იმას, რა ქვია, იაპონურ სკოლას ქვია, რინძაის სკოლა. ეს ის აღიარებული სკოლა, რომელიც უშუალოდ ამ ჩინელი მასტერის სულიერ ტრადიციას განაგრძობს. ისმით, რითი განსხვავდება დაუშვათ ძენი კლასიკური ბუდიზმისგან. მე გეტყვით იმას, რაზედაც არ საუბრობენ ჩინელები. ჩინელებმა ვერ თარგმნეს ინდური მანტრები და მანტრა, ასე ვთქვათ, მანტრის პრაქტიკას აქვს და მანტრის ვიბრაციებს აქვს ძალიან დიდი ასე გავლენა. ამის შესახებ ინფორმაცია დაწერა ჩემმა მეგობარმა და მიეწოდა ჩინურ იმას, რა ქვია, ჩინეთში გააგზავნა და არ დაუბეჭდეს, იმიტომ რომ არც ერთ-ერთს არ მოწონს, როდესაც ესაუბრები მისი ენის შეზღუდულობაზე. ანუ როგორ ესე თქვენ წარმოიდგინეთ, ენობრივმა ფენომენმა შეცვალა სულიერი ტრადიცია და რელიგია. ესმით, ესე იგი, ეს კლასიკური ბუდიზმი ვერ შევიდა იმ სახით ჩინეთში და შესაბამისად ვერც იაპონიაში, დასახითაც არსებობს იმაში, რა ქვია, ტიბეტში. გარდა ამისა, კიდე რადგან იქიდან, რა ქვია, ბუდისტური პრაქტიკიდან, დჰარმის პრაქტიკიდან ამოიღეს თანაგრძნობა, იმიტომ რომ ეს მოხვდა სამურაების და მეომრების ხელში. ადამიანს შუაზე ვერ გადაჭრიხვლით, თუ გაქვს მისადმე აბსოლუტური თანაგრძნობა, ხომ ასეა? ამიტომ ეს იგი ბუდიზმს მოაკლდა კიდევ ერთი ფრთა, ასე ვთქვათ, ჯერ ენა, შემდეგ ერთი ფრთა. თანაგრძნობის ფრთა და მივიღეთ, ასე ვთქვათ, ჩანის და შემდეგ უკვე ძენის ის სახე, რა სახეობაც გვაქვს იაპონიაში. შესაბამისად, შედეგი როგორია? ბუდიზმის ყველაზე მაღალ სახეს, ყველაზე მისტიკურ სახეს და ალბათ აღმოსავლეთში ყველაზე მაღალ სწავლებას წარმოადგენს ძოგჩენ. ძოგპა ჩენპო, დიადის სრულყოფილების სკოლა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი ტიბეტში.
ესე იგი ხოცეს, ხრიტეს ბერები ჩინელებმა, მაგრამ ზოგჩენმა მაინც მოიტანა დღემდე თავი და რატომ ახლა? იმიტომ რომ ესე იგი ზოგჩენის ბერები განმარტოვდნენ დაახლოებით 4000 მეტრის სიმაღლეზე და იქამდე ჩინური დაუშვათ ის რა ქვია, დაზვერვა და ეს ისინი რა ქვია, მკვლელი ისინი დაჯგუფებები ვერ ავიდნენ. დაიმალა, ასე ნამდვილი, ასე ვთქვათ, ტიბეტის გული ისე ცოცხალე ოღონდ იმყოფება ძალიან მაღლა მთებში. სიმაღლით ყველა სკოლა დამაგულია კი. რაც შეეხება ძენს, ასე ვთქვათ, ძენი განვითარდა უკვე იმაში, რა ქვია, ეს უფრო ქალაქის კულტურაში, როგორც ასეთი სხვადასხვა მეთოდები აქვთ ძენსაც, რომ ადამიანის ცნობიერების რეალიზაციისთვის და ზოგჩენს ეს თავისთავად ცხადია. ხო, რადგან დაუშვათ ძენმა უარი თქვა თანაგრძნობის პრაქტიკაზე, როგორც ასეთი, ხო? ბუდიზმში ორი ძირითადი პრაქტიკა ესაა თანაგრძნობა და ეს გახლავთ მედიტაცია, სიმშვიდის პრაქტიკა. როდესაც ეს ორი პრაქტიკა ერთიანდება და მწვერვალზე ადის, ამის მექანიზმს მოგვიანებით აღიხსნით. ხდება გასხიოსნება. და რადგან დაუშვათ მხოლოდ ესე ვთქვათ იმაზე დარჩა, რა ქვია, სამედიტაციო პრაქტიკის ამარა დარჩა, ხდება რა, ესე იგი აბსოლუტურ გასხიოსნებას სატორის აღწევენ, გასხიოსნებულ მდგომარეობას აღწევენ ისინი ძენის და ჩანის წარმომადგენლები, მაგრამ აბსოლუტურ გასხიოსნებას აღწევენ მხოლოდ ტიბეტელები. ესმის ეს კი ბარდოში უნდა გადავიდეს სიკვდილის შემდეგ ძენის მასტერი და იქ მიაღწიოს, ანუ ასე ვთქვათ იმას ეს საშუალო მდგომარეობაში ჯოჯოხეთსა და 60-ს შორის ბარდოს მდგომარეობაში შეუძლია მიაღწიოს მხოლოდ იმას აბსოლუტურ გასხიოსნებას. რატომ ახლა? იმიტომ რომ ამოიღეს თანაგრძნობა. ესმით, აქედან ის არის კიდე რა, არალოგიკური ისა გზავნილი თქვენსადმი, როგორც ქრისტიანებისადმი. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს. უბრალოდ თქვენ ამაზე უარი თქვით მთლიან რელიგიაზე. და შედეგი რა არის? ნული. სახელმწიფო ვერ შევქმნით, სახელმწიფო ასე ვთქვათ, პიროვნება ვერ ჩამოყალიბდით, საზოგადოებად ვერ ჩამოყალიბდით. რატომ? არაფრის პრაქტიკას ჩვენ არ ვეწევით და არსაც ჩვენ არ მივდივართ. ამით შესაბამისად ჩვენი ავტობუსი არასდროს ჩამოდგება ის, რომ წაგვიყვანოს იქ, სადაც წასვლა გვინდა. შემდეგ რა კავშირი აქვს ამას ყველაფერს ჩემთან? არაფერი. გაგიკვირდათ ხომ? მე ხო გითხარით რომ ნამდვილი სულიერ გამოცდილებაზე მეთქი. სანამ დავუშვათ ამას ყველაფერს მე წავიკითხავდი და გავხდებოდი 17-18 წლის, ძენი ჩემს ცხოვრებაში დაიწყო 5-6 წლის ასაკიდან. სოხუმში, მაგალითად სოხუმის ერთ-ერთ პანსიონში, როცა დედაჩემს მივყავდი ხოლმე დასასვენებლად, ვიჯექი და საათობით ვაგვერდებოდი გედების ცურვას აუზში. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გედების დაკვირვება. ეს იყო გედების ენის შესწავლა. მათთან საუბარი მსოფლიო. რა ცვლილება მოხდა მას შემდეგ, ასე ვთქვათ, ჩემსა და გედებს შორის? არანაირი, დღემდე იგივე. უბრალოდ დღეს მეტი გამოცდილება მაქვს. და შემდეგ გედები შეცვალა თოლებმა. თოლებმა როგორ შეცვალა? კონიაკის დასახლებაზე ვცხოვრობ დღემდე, საბძოხაროდ თუ საბედნიეროდ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი და მეტი სიმშვიდეა ჩემს უბანში. და ჩემგან დაახლოებით 400-500 მეტრში არის მტკვარი. ფაქტობრივად მტკვრის პირას ცხოვრობ და რა გასაკვირია თუ დავუშვათ სავარჯიშო მტკვრის ნაპირზე დავდივარ, ხო? ჩემთვის ასე ვთქვათ ვარჯიში ეს არის სულიერი წრთნა, მედიტაცია. მედიტაციას ერთი უცნაურთვისება აქვს, რაც უფრო უახლოვდები საკუთარ ცნობიერებას, მით უფრო შორდები საზოგადოებას. იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება არ ცხოვრობს თავის თავში, საკუთარ ცნობიერებას არ იკვლევს და რასაც შენ იკვლევის მისთვის აბსოლუტურად უცხოა. ყველაფერის რაც სისხლით არის მოპოვებული შენი და წლები გაქვს ჩადებული ამაში, ხო? საზოგადოებას ურჩევნია ამას ყველაფერს. დაუშვათ, გაუიაფთეს ხორცი, დაუშვათ. და ხორცის ფასით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე იმით დაუშვათ, შენ როგორ აღიქვა მტრედს ამ დათოლიას. ძენი გახლავთ რეალობასთან მისვლა, რეალობის უშუალო აღქმა, საკუთარი გონებრივი მახეების და ილუზიების გარეშე. ძელი მთავარი დამსახურება ეს არის, რომელზეც დგას იაპონური კულტურა. იაპონური კულტურა იმიტომ აღემატება დღეს ყველაფერ დანარჩენს, დაუშვათ და მათი ცივილიზაცია, რომ ეს
ასე ვთქვათ, ეს ცეცხლი ჯერ კიდევ ანთია იაპონიაში. რომ ასე ვთქვათ, ის არის დამოკიდებულება მისვლა რეალობასთან, უშუალოდ მისი წარსულის მისი, ცნობიერების წარსულის, ცნობიერების მომავლის აწყოში ყოფნის და აწყოში, ასე ვთქვათ, იმ კარიბჭის პოვნის საფუძველზე, რომელიც ერთადერთი კარიბჭეა იმისათვის, რომ რეალობასთან ელაპარაკო. და რეალობა რომ გაიგო რა არის, შენ თვითონ უნდა გახდე რეალური. ეს იმპულსი რომ მსგავსი იღებს მსგავს ხომ? შენ თვითონ უნდა შეხვიდე რეალობის მდგომარეობაში. ეს ძალიან რთულად არის თავად ხადია და გულისხმობს რას იცით? დამიწებას, ადგილზე ყოფნას. საცნაურ ქმნას. საცნაურ ქმნას ჩემს მიერ შექმნილი ხელოვნური ტერმინია და მინდა რომ ეს თქვენ წაიღოთ, მოიპაროთ, საკუთარი გვარი მიაწეროთ და გავრცელდეს, რა როგორც mindfulness-ის შესაბამისი ტერმინი ქართულში. რაც ძინის ერთ-ერთი მთავარი ის არის ხო? ადგილზე ყოფნა, დიახ. დამკვირვებლობა. რაც შეეხება დამკვირვებლობას, დაიწყო იგი ჩემთან მტკვარზე შემთხვევით არ ვახსენე, იყო 3 კუნძული, 2 დიდი და 1 პატარა. დღეს ეს კუნძულები წაშალეს და აქციის ანაბეთ, სადაც მე მედიტირებდი. ის 6-4 ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული იყო, რომელსაც მე ტირიფების კუნძული შევარქვი, იმიტომ რომ 100-წლოვანი ტირიფები ხარობდა ზეთ და ესე იგი ეს უზარმაზარი ტოტები ჩაშვებული იყო მტკვარში. მტკვარი მაშინ იყო ზურმუხტის ფერი, მომწვანო ფერის, იმდენად სუფთა იყო ჩემს ბავშვობაში, და დაახლოებით 12 წლის ვარ, დაახლოებით იმას გიყვებით. და მაშინ უკვე მედიტირებდი. უცნაური რა არის ახლა იცი, ეს დროთა განმავლობაში რაღაცა ის წამოიღო, რა ქვია. არასიტყვიერი, ძენი არ შეიძლება გადმოცეხლა, მე ვცდილობ რაღაცნაირად ის გავაკეთო, რის გაკეთება შეუძლებელია. სიტყვაზე გითარგმნო ძენის მდგომარეობა. განცდის გადმოტანა, სიტყვის იმაში, რომ დამეწვა, წარმოიდგენ დამწვარ ხელს, სიმას, რომ სიმწავის ხო არ გრძნობთ. დაახლოებით იგივეა ძენი, მე შემიძლია ასე ვთქვათ, მოგეწოთ ძენის აჭრილი. ჯერ ეს მოვა გულთან, მქრთალი ანარეკლის სახით და გულთან კიდევ უფრო მქრთალი ანარეკლის სახით გესმით. და თუ თქვენში დავუშვათ ძენის მარცვანი დის, თუ თქვენში ძენის თესლი დებს დავუშვათ და ანთია, მაშინ მოხდება ახმა, თუ არა და ის დაიმარხება სამუდამოდ. ეს იმპულსი. რა მიდოდა მეთოლებთან? არაფერი. უბრალოდ თვითონ შემოვიდნენ კონტაქტში, როცა დაინახეს, რომ ჩემგან აგრესია არ არის და მხოლოდ სიყვარული. და ბოლოს მივიდა საქმე სადამდე, იცით, მე რომ მივდიოდი ხოლმე რაღაც ეს საიდუმლო წრეს დამარწყავდნენ თავზე 1000 თოლია. და შემდეგ ისევ დადიოდნენ ხოლმე და იქიდან ისმოდა ფორიაკი თოლიების და განსაკუთრებული შინაგანი ჟრიამული და დავარქვენ მე ამას ყოფიერებით ახტაცებ. მაგრამ ყურში კი არ ისმოდა ხალხო, გულში ისმოდა. ეს მოიტანა რელიგია, ასე ვთქვათ, იმან რა ქვია, სამედიტაციო პრაქტიკა. ძენამდე მე ვსწავლობდი და მაინტერესებდა ერთ-ერთი მისტიკური სკოლა, საიდუმლო მისტიკური სკოლა, რომელიც დღემდე საიდუმლოა, კი აი. ეს მოდის საბრძოლო ხელოვნებიდან. აი ეს ხელოვნება. არც ერთ სამედიტაციო ტექნიკას არ აქვს მიმართულება, კი აი შეუძლებელია იჯერდებს სახით ჩრდილოეთის. როგორ შეიძლება გადასვლა დაუშვათ მედიტაციის ერთი ნაირსახეობიდან, ძენის მედიტაციიდან. დაუშვათ ზოგჯერის მედიტაციაზე, განზრახვით. ძენი, ასე ვთქვათ, გაცილებით მკაცრია და მხოლოდ ლოტოსის პოზას მოითხოვს და იმაში ზოგჯერში, რომელიც უფრო მაღალი სკოლა, შეიძლება წამოწევდა ისე გაკეთო მედიტაცია. ოღონდ ეს წამოწევა უნდა იყოს, უნდა იცოდე როგორ წამოწევ. მარჯვენა გვერდზე, ხელი თავქვეშ, მეორე ხელი ტანზე კიდეს. დიდი დრო, ასე ვთქვათ, დამჭირდა ფაქტობრივად მთელი ცხოვრება იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამეგო რა არის რეალობა. რომელსაც ვერ ამჩნევს ვერ არის. მთელი ცხოვრება ჩავდე იმაში, რათა გამეგო ის დაუშვათ, რასაც ვერ ამჩნევს.
და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, იცით, იმიტომ რომ ამის გარეშე წარმოუდგენელი არის შედგეს თქვენი ცხოვრება. საკუთარ თავთან ვერ მიხვალთ, თუ ამ მდგომარეობაში არ შეხვალთ. თუ არ ჩაიძირებით, ასე ვთქვათ, მოცემული მომენტის უსკრულში, სკერამდე. და რა მოიტანა ამან საკუთარ გულში თოლიების მოსმენის უნარი. ვეღურები გაქრა თბილისში, ვეღურებთანაც იგივე ურთიერთობა მქონდა. არ დააკვირდით, რომ აღარ არიან თბილისში ვეღურები. ხო. ეს იმპულსი, რომელიც ჩემში იყო და უშუალოდ ამ იმპულსზე დაკვირვებით, მივახციე იმის, რომ თან და თან, ასე ვთქვათ, წარმოსახვის სახით, არ ვიცი ეს ტექნიკა საიდან მოვიდა. იქცა ნელ-ნელად თავადაც თოლიად. და განცდა მქონდა ხოლმე როგორ იცი, რომ ესე იგი, როდესაც თოლიებს შორის ვზივარ და მედიტირებ, ჩემი გულიდან დასრული თოლია გაიშლება ამ თოლიებს შორის და ყველა თოლის გულში იქცევა ცალკეული იმპულსი. და მე ვიცი ყველა თოლის გულის ნადები. აქვს თუ არა დაუშვათ ამას კონტაქტი დაუშვათ ძენთან, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია. და ჩვენ აქ მოვიდით დაუშვათ იმისათვის, რომ ვიფიქროთ ერთმანეთს მოვსმენთ. მაგრამ მე ესეთი გამოცდილება მაქვს და აქეთ მივიდივარ. თავისთავად ცხადია დაუშვათ, როდესაც ვძივარ პაციენტთან, მე იქ მივარ და თოლიებს არ ვესაუბრები, არ ძენზე, არ ზოგჩენს. მე გადასაჭრელი მაქვს კონკრეტული პრობლემა და ვცდილობ რაც შეიძლება ეფექტურად და სწრაფად მოუგვარო ადამიანს ეს პრობლემა. მაგრამ აქ არის დღეს საუბარი ჩემს სულიერ გამოცდილებაზე. აი ჩემი სულიერი გამოცდილება ეს არის და აქეთკენ მივდივარ დაუშვათ, გავიგო ის, რასაც თქვენ დაუშვათ არ აქცევთ ყურადღებას. და გარდა ამის კიდე შეგრძნება იმისა, რომ თვითონ ყოფიერება ტრამვაის გრუხუნი, ან დაუშვათ მატარებლის, ასე ვთქვათ, გრუხუნი, ზევაზე ვთქვათ, მეზობლის ჩხუბი, რომ თქვენ არ მოგწონთ. პურის დაჭრის პროცესი, სარეცხის რეცხვის პროცესი, სახლიდან გასვლა, კარების გაჯახუნება, ან სახლში მოსვლა და კარების ჩაკეტვა. ყველაფერი სასაცხოვრება ქვია. ეს არის ცოცხალი არსება. ცხოვრება არის ცოცხალი არსება. ამით მე თქვენ ყველაფერი გითხარით და არაფერს არ გითხარით. იმიტომ რომ თუ დაუშვათ, ასე ვთქვათ, მსგავსი გზა თქვენ არ გაიარეთ, დაუშვათ, თუ ცხოვრების ცოცხალი იმპულსზე თქვენ არ დაჯექით, ცხოვრება თქვენთვის ყოველთვის იქნება ის, რაც ამ წუთში არის. შეულებრივი რა. მეგობრები ნათესავი, დაბადების დღეები, პანაშვიდები. მადლობა. შეკითხვები? აი როცა იმ ყოფიერების ჟიამულზე როცა ლაპარაკობთ, რომელიც გამოდის ფაქტიურად რეალურის ენა, ხო ესეა რა? ანუ თოლიასი მაშინ გესმის, როცა შენს ენას დაივიწყებ იმ გონების შრეებში, რაც ხდება, ყველა ისტორია და ყოფიერების ჟიამულს გაიგებ. აი ეგ როდის გახდა თქვენი ცხოვრების წესი, რომ მე მივხვდი, რომ ყოველ მომენტში, ნებისმიერ ადგილას, სადაც მიტრიალდები და სადაც ხარ, მოძრაობა სადაც ხდება, თუ იქ ბოლონდის აწყოში ხარ, სიცოცხლის ენა გესმის, მას თავისი ენა. ვერც გაცნობიერებდა იცი და უშუალოდ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული წესი, როდის შეიცვალა დავარქვას ამას მედიტაციური ცხოვრების წესით. როდის მოხდა დაუშვათ ჩემი აქეთკენ გადართვა, გესმით? მე უბრალოდ მაინტერესებდა რამდენად ახალგაზრდა ასაკში იყო თუ მაგისტრის დაახლოებით 18-19 წლის ასაკში. ოკეი. და უცნაური კიდე რა არის ეს, მე ვიყავ გატაცებული ჩვეულებრივი დასავლური იმითი რა ქვია, ფილოსოფიით, კანტით, განსაკუთრებით კანტით. ეხლა მაყურებელმა არ იცის, რომ თქვენ ჟურნალისტი ხართ. პროფესიით. თავიდან ყოფილი ჟურნალისტი. ანუ განათლება. განათლებით ხონდა. ამისი რა ქვია, უნივერსიტეტის შემდეგ მე მივიღე სამედიცინო განათლება ხონდა. ამჟამად მაყურებელმა არ იცის, რომ მე მაქვს სამედიცინო პრაქტიკა. კი.
ძალიან უცნაურად მოხდა დაუშვათ აი იმაზე ამ ტალღაზე გადასვლა. თითქმის შეუმჩნევლად. ხოდა ერთი ხანობა გატაცებული ვიყავი დასავლური ფილოსოფიით და მქონდა ჩემი თეორიები, ეს კი დამოუკიდებლად ყველაფერში ნუ ჩამომართმევთ. მე აღმოვაჩინე, ესე იგი ფილოსოფიური კანონები მოხსნა შენახვის და უარყოფის. და შემდეგ რო უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალისტი ვარ, ჩვენი ეს მქონდა მერვეულში. მე დაახლოებით ამასახში 18-19 წლის ასაკში და მაგრამ ის რომ ეს კანტმა, იმან ჰეგელმა აღმოაჩინა დაახლოებით 200 წლის წინ. ხოდა ნუ აქამდე მივედი ისე ბუნებაზე დაგვირებით, ისე ცხოვრებაზე დაგვირებით. შემდეგ მოხდა ძალიან უცნაური რამ, თითქოს ეს დაიხურა ლოგიკური გონი და ჩაერთო ინტუიციური. აი ამაზე გადასვლის პროცესი იყო ძალიან უცნაური და მეგონა რომ ეს იყო დაავადება, ამას დავარქვი ნევროზი, ამას დავარქვი დაუშვათ რაღაცა ისეთი კრიზისი ცხოვრებისეული, როდესაც გადადიხარ და აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოჩნდება. გონებისთვის გაუკვეველია თუ გარედან მაგალითად შესაძლოა. როდესაც ყვავებს განსაკუთრებული ინფორმაცია მოაქვთ თავისი არსებობით შენამდე. და იცი რომ შენი ნათქვამი სიტყვა დაიმახსოვრეს შენი სახე. გავრცელეს ერთმანეთში, თუ კარგად მოეყარე და გიცნობენ შორიდან, მაგრამ თუ ცუდ მოექრან შეიძლება 17-18 წლის შემდეგ გაგიხსენონ 20 წლის შემდეგ გაგიხსენონ შენი დანაშაულები. როდესაც ეს აღმოვაჩინე დამოუკიდებლად, ხო, ეხლა დაიწყოს ამაზე საუბარი. მე მივხვდი რომ რაღაც განსაკუთრებულ გარემოში აღმოჩნდი. თავიდან ვცდილობ ხოლმე ეს ვიღაცისთვის აუცილებლად მეთქვა, ეს გამეფორმებინა სოციალურად, რომ მე ესეთი ვარ. მე მივხვდი რომ შეიძლება ჩაგთვალონ იმათ. თეთრი ყვავის ადგილი საზოგადოებაში არ არის, ხოთ ჩავიყავი ცხოვრობენ. ისმით? ნუ როცა ეს გადართვა რთული იყო, იცით, ესე იგი და გარდა ამისა კიდე მე ვცდილობ რომ განვარტო ძენი, გადატეხილი ჩემს იმაში, რა ქვია, ჩემს ცხოვრებაში. დაინტერესება სურნელით კიდევ. ყოველი სურნელის იქით არის ნატიფი სამყარო და ნატიფი სამყარო თავის პლანეტებით, თავის მზით, თავისი ასე ვთქვათ ცივილიზაციებით, თავის უნივერსიტეტებით, თავის საავადმყოფოებით და თავის რკინიგზებით. უბრალოდ სურნელის იქით, როგორც ასეთი და მე ვშნობ ამას. ეს მოიტანა ამის შეგზე მოიტანა სამედიტაციო პრაქტიკა. მე ახლა თქვენ რასაც გვიხსნით, მან თუ ხედავ რომ თანაგრძნობის გარეშე მაგას ვერ გააკეთებდით, რომ ყვავისთვის თოლიისთვის მოგესმინა და ყოფილი შრიამულის ხმა გაგეკოთ საკუთარ გულში. და იქიდან გულიდან კიდევ იმათვის გადაგეცასაც თავი. პრაქტიკა თანაგრძნობის მე მქონდა ცხოველებთან. ხო. ხედავ. მე გავიზარდე ძაღლთან ერთად, მეძინა ძაღლთან ერთად. ძაღლთან შემდეგ უკვე კატასთან ერთად დაწყობდი. ჭამდი ძაღლთან ერთად და შემდეგ ცხოვრობდი ძაღლთან ერთად და კატასთან ერთად ხოდა. ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ, ცხოვრების თავისებურება, როდესაც დაუშვათ ეს იგი ცხოვრება ვითარდება არა შენს გარეთ, არამედ შენში, შენს შიგნით. ეხლა რადგანაც ახსენეთ, როცა ადამიანი ისეთ რაღაცას ჩასწუდება საკუთარ თავში, რომელიც მასის გამოცდილება არ არის. იქ სიტყვები არ არსებობს ისე თქვა, რომ სხვებისთვის ეს გასაგები იყოს. თუმცა ენა იგივეა, მაგრამ გამოცდილება, ანუ მდგომარეობა სხვადასხვა. ეხლა მან უნდა იყო ძალიან გულუბრიყვილო ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც უკვე სხვა მდგომარეობაშია. ტანჯვის გარეშე მან ცხოვრება არ ექნება. ტანჯვას თავისი დიდი ადგილი ექნება ესეთი ადამიანის ცხოვრებაში და როგორ ხდება მაგ ტანჯვის მიღება თუ ტრანსფორმაცია თუ ტანჯვაში გასვლა და იმიტომ რომ ეხლა ძინის სწავლებაში მიმღებლობა ყველაზე დიდი საფუძველია. აი თქვენს ცხოვრებაში აი მაგაზე თუ შეგიძლიათ ტანჯვაზე და ტანჯვის დატვირთვაზე რომ გვესაუბროთ. ჩემი პოეზია არის ტრანსფორმირებული ტანჯვის ენერგია. კი ბატონო. აი შემეს ფორმულა ისე გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც მოდის ტანჯვა და ტანჯვა ბევრი მაქვს მე ნანახი. დარწმუნებული ვარ. 1000 უბედურება დატრიალდა ჩემს თავზე ხოდა.
მე თვითონ მიკვირს როგორ გავართვე მას თავი. რომ ტანჯვის ცეცხლის მონელება არის ძალიან რთული. შეიძლება რაღაც ჩავრთვა უცე. ბოლომდე მიიღებით ამ ტანჯვას. ბოლომდის მიღება. ბოლომდე მიიღებით. აი თქვენ გაქვთ ესეთი რაღაც ისა ნათქვამი. შემომაბრუნეს უღირს ქალაქში და ტანჯვისა და ყურვის სანაცვლოდ სწავლობს სინათლის ნამდვილ შეგრძნებას. აი გზა. ხო. იმიტომ რომ ეს კი ვიხდით სწორედ ამ სინათლის ნამდვილ შეგრძნებას, სინათლის იმპულსი ჯდომას. ვიხდით მთელი ჩვენი ცხოვრებით. ხო. და არა მარტო დავუშვათ ამჯით ვიხდით, ურვით, დავუშვათ სიმარტოვით ამას, ხო? ჩვენი დროით ვიხდით კიდევ, იმიტომ რომ მოიხედავდა, ასე ვთქვათ, ის არის 100 წელი გასული. და შენ გეგოლა რომ სულ რაღაც 2-3 წელი გავიდა და ეხლა ამას კიდე მოვასწრებ, აი ეხლა კიდევ ამას გავაკეთებ, ხო? იმიტომ რომ როგორც არ უნდა დავუშვათ, ესე იგი ჩაიძიროს ამ მედიტაციო ხელოვნებაში, ცხოვრება თავისას ითხოვს. კი. არავინ არ დაგიდგინა, რომ ცხოვრებაში რამე გარანტირებული გაქვს, როდესაც შინაგანი გზით ვითარდები. გარეთ გენგრევა ყველაფერი. ესმით, აი ეგეთი ამბავი. ან ხელს უშვებ. აქედან ან დაუშვებ ხელს, იცით, რა შეასახმე. იცი რომ ეგ დროზე უნდა წაგეულო ხელი, მაგრამ აღარ ჩათვალა საჭირო. ხო და შემთხვევითი არაა დაუშვათ, რომ ნებისმიერ მისტიკურ სკოლებში პირველი მოთხოვნა ეს არის რა. მაწეულ სამყაროზე უარეს თქმა. ამას სოფლიდან გასვლაზე. როდესაც ორივე სოფელში ხარ, ანჯერ კიდე უფრო მძლავრია. და გარდა ამისა კიდე უფრო ძნელია იმის მიღწევა, საიდანაც მიდიხარ. კი. ძინის სწავლებაში ისევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური ეგ არის, რომ მატერიაზე დამოკიდებულება მთლიანად უნდა გაუქმდეს ადამიანს. იცით, თქვენ რასაც გვიხსნით, ახლა თქვენი გამოცდილებას ესე მოწყვლად ესეთი სიშიშვლე არ არის ადვილი, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ისეთი რამის შეფასება, რის გამოცდილებას თავად არ შეუძლია. ჩვენ სადაც ვდგევართ იმის მიხედვით დავინახავთ. მაგის გარანტიაც არ გექნება, რომ თქვენ ნათქვამ სიტყვებს ისე გავიგებთ, როგორც ამბობთ. და რა არსიც არის შიგნით ჩადებული, მაგრამ აი მაგის მიღმა მინდა რომ მაყურებელმა ესეთი რაღაც გაიაზროს, რომ რა გამოცდილებაზეც თქვენ საუბრობთ და რა მდგომარეობაზეც, მაგას 1-2 წელიწადში ვერ მიაღწევ. და მარტო მიღწევაზე არ არის, მიღწევაზე საერთოდ არ არის საქმე. ანუ ეგ ხდება ყოველდღიური მდგომარეობა ადამიანის ცხოვრებაში, სადაც აი ესეთი როგორც თქვენი პოეზიის წვეთებივით, ესე ჩამოღვენთილი ჭეშმარიტების, აი თითო თაფლის წვეთი რომ ჩამოდის და რაღაცა რომ აინთება, აბურბურდება ადამიანში და მე სინათლეს რო უერთდები ნენელა ჭეშმარიტ. და მეგობარს ვცდილობ ხოლმე, მეგობრებს მიხსე ერთი წვეთი ძენი. ერთი წვეთი სინათლე, ერთი წვეთი წყალი. მონაცვლეობენ მოგონებებში არყოფნისა და კლავშობის დღენი. რამდენჯერ ხდება ადამიანის დაბადება ახლიდან უფრო ნათლად ჭეშმარიტებაში? თუ გახსოვთ ეგ მომენტები? ყოველ წამს ალბათ. ყოველ წამს ვიბადებით ხვდებით, ამ პროცედურას გავდევართ, ამ პროცესს გავდევართ, ვიბადებით ხვდებით. ხო და შინაგან მდგომარეობაზე არის ჩვენი დამოკიდებული დაუშვათ კუნძულს, წერტილს, სადიპოვი დაუშვათ, რომ იქ დაფიქსირდა შენ. იმიტომ რომ გამუდმებით სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გვიწევს ყოფნა. და გარდა ამისა კიდე მარტო ყოფნა ხალხო. ეს ყველაზე მძიმეა. როდესაც შენს სახელს არავინ ეხმაურება, იმიტომ იმ სივრცეში არავინ შემოსულა. 1000 ერთხელ ვიღაცა შემოიხედავს და თავის გზას განაგზობს მერე კიდე, იმიტომ რომ შეხება შენთან არ აქვს. მას ეს გამოცდილება დაუშვათ არ აქვს. არც შენ არ უნდა მოელოდო დაუშვათ იმას, რომ დაუშვათ ის გაგიგებ შენ, ურთიერთობა ეწყობა, ძმაკაცი იქნება, ქალი იქნება შენთვის ან ვინმე. კი ბატონო. სულიერ მარტოობას.
სულიერებაში შესაძლებელია, რომ ფორმაში მეორე ადამიანი შეიძლება თანამოაზრე იყოს, თუ მსგავსი გამოცდილება აქვს, მაგრამ სულიერებაში, აი თქვენ ესეთი რაღაც გაქვთ დაწერილი, ბედის წერამ რომ ცოცხლად დამამარხოს. ერაზეც ახლა ლაპარაკობთ. მე მაინც შენთან მოვალ უფალო. არის თუ არა ეგ სიტყვება და გადაწონის თუ არა, აი რატომ ამბობს, რა გიჟი ხო არ არის ადამიანი რომ რაღაც მარტოობაზე დათანხდეს ესეთი ამხელა აღტკინებით და მიუღებლობით. ჩვენს ტკივილს პატრონი ყავს. ზუსტად. და მისი სახელი თქვენ უგწელან ახსენეთ. ის არის ეგ. ხოდა. ამ პატრონის იმედი იძლევა ძალას, რომ ამას ყველაფერს გაუძლო, რასაც ქვია სულიერ გზაზე ყოფნა და ტკივილი. და როცა მასთან შერწყმა ხდება და გაერთიანება და მთლიანობა, ეს რაც გაბრძენება ჰქვია, აი ეგ მდგომარეობაში უკვე თუ რჩება სინანულისა და ტანჯვისთვის სივრციან ადგილი. მე თუ მკითხავ, როდესაც ადამიანის განხრთობა ხდება, როდესაც დაუშვათ ადამიანი ისეთი ბუნებრივი გახდება, რომ მისი ბუნება დაემთხვევა ღვთაებრივ ბუნებას. მაშინ ადამიანის მე, ნამდვილი მე და მაცხოვარი ერთიანდება. და ყოველგვარი ტკივილი ქრება, იმიტომ რომ აბსოლუტური ყოფიერების მდგომარეობაში არსებობს მხოლოდ სიმშვიდე, ნეტარება და სივრცე და ყოვლის შემძლეობა. ტანჯვაც უადგილო ხდება, ხო, იმიტომ რომ ზუსტად ტანჯვა ამ მდგომარეობაში არ არის, იმიტომ რომ ადამიანი არის მდინარე, ის ვითარდება. ხო, ადამიანმა ბევრმა რომ უარი თქვა და უშოთ საერთოდ განვითარებაზე და დაღმა მიდის, ეგ სხვა თემაა კიდევ. არანაკლებ საჭიროებო თემაა. და ის, ვინც სწორად ვითარდება ენერგეტიკულად. ადამიანი ჩვეულებრივია, ადამიანის შეუძლია დაუშვათ იგივე სამედიტაციო პრაქტიკას, თანაგრძნობის პრაქტიკას. ჩვეულებრივი ადამიანი შეუძლია მიიყვანოს ზეგანვითარებამდე, ზეცნობიერების ჩამოყალიბებამდე. ზეცნობიერი ადამიანი უკვე აღარ ეკუთვნის ჩვენს პლანეტას. ზეცნობიერ ადამიანს აქვს კავშირი მისნაირ ადამიანებთან, ვინც განვითარდა ამ პლანეტაზე და არა მარტო ამ პლანეტაზე. ზეცნობიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ის ღვთაებრივი რეალიები, რაც არსებობს დაუშვათ მისტიკურ წყაროებში ინფორმაცია. მაგრამ ეს არის დიდი გზა. ნამდვილად. აი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის დასაწყისი ამ დიდი გზის, დაუშვათ როგორ შეიძლება ამ გზაზე იარო, ამ გზაზე განვითარდე და გარდა ამისა კიდევ მიიღო შედეგი. წეგან ვახსენეთ ზოგჩენი. აი, ზოგჩენის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი თვისება, ალბათ მთავარი ნიშანი არის ენერგეტიკული სხეულის, ცისარტყელისებრი სხეულის წარმოქმნა. და ქრისტიანობაში ამ მდგომარეობაში გამოისახება მხოლოდ ორი არსება, ესაა თვითონ მაცხოვარი და თვითონ ღვთისმშობელი, როდესაც მთლიან ნიმბში. დაგვირდით, ესე იგი, მხოლოდ თავზე აქვთ ნიმბი წმინდანებს. ისინი არიან ზნეობრივი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სწორი რელიგიური პრაქტიკა. მორჩა. სრულ გასხიოსნებას მიაღწია ღვთისმშობელმა. რატომ არის ღვთისმშობელი ჩვენი დიდი იმედი? იმიტომ რომ ის ერთ-ერთი ჩვენთაგანია. ჩვეულებრივი დედის და ჩვეულებრივი მამის შვილი. და თუ შეუძლია ეს გააკეთოს ერთ ადამიანს, შეგვიძლია გავაკეთოთ ყველას. ესმით? ქრისტიანული დაუშვათ იგივე მისტიკური პრაქტიკა ეს ცალკე თემაა და ახლა მე შედარებით ვცდილობ დაუშვათ იგითკენ არ გადავიხარო. მე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბედნიერება დაავადებული ვიყავით. ასე ვთქვათ იმაში ქრისტიანულ იმაში, საზოგადოებაში, სადაც მართალი აქ მაცხოვარი დაივიწყოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ის გავიხსენოთ. ცალ-ცალკე გავიხსენოთ ან ყველამ ერთად. მათოვს და მაწვევს ჩემი ცოდვები, რაც კი ოდესმე ჩამიდენია. არ გაქცევა. ბრუნდება ეს ყველაფერი კი, რაც დათესეს ბრუნდება, ეგ არის კარმის კანონია, ეგ გამომავთ. თუ არ გავექცევით, მაშინ არსებობს შანსი, რომ
ის ნამდვილი მზერა გაჩნდეს ადამიანში, სადაც სინათლის დასანახად თვალი გადაჩნია. აი რო ვერ ვხედავდი უკაც რაღაცა ისე რომ ჩარმა ხო მე მეგონა რომ ყველანი იმას ვიზავდით რა ქვია სხვადასხვა მხრიდან კითხვები იქნებოდა მაგრამ რადგანაც მე გამომდის მაშინ მე იმას შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვა კი რა თქმა უნდა მე უბრალოდ წაკითხული მაქვს რა ეს რა ქვია მიყვარს ძალიან აი როცა ეს რაღაცას ამბობ როცა სიყალბის სიბნელისგან სამუდამოდ განვიტვირთვები ნამდვილი მზერა მხოლოდ მაშინ აღმოცენდება. მანდ არის საუბარი რიგპას მდგომარეობაზე. ხო. მაგრამ სანამ ის მიხვალთ ის ცოდვების წვიმა და თოვლი საჭიროა, ხო? მდგომარეობაზე ამან საუბარი. კი. ხოდა. აი დაახლოებით ესე რომ გავიგოთ რა, იმიტომ მან უშუალოდ ისწრებს რა სპეციალური მისტიკური პრაქტიკა, მაგ ორი სიტყვის უგან, მაგ ჰაიკუს უგან. ოკეი. ხოდა. ესე იგი მოგიხსენებათ სამედიტაციო პრაქტიკა იწყება შინეთი. შინე ნიშნავს სიმშვიდის პრაქტიკას და სიმშვიდის პრაქტიკა რომ გაიაროს ბევრჯერ მისაუბრე ამის შესახებ. 9 საფეხურს შეიცავს სიმშვიდი. ანუ დავუშვათ ვინც პირველ საფეხურზე ხართ ახლა სიმშვიდის. არც პირველ საფეხურზე არ ხართ სინამდვილეში, როგორც კარებს აკრგუნებთ სიმშვიდის. კიდევ 9 საფეხური. და 9 საფეხურის გავლის შემდეგ ავტომატურად დგება უკვე განსაკუთრებული ხედვის მდგომარეობა. აი განსაკუთრებულ ხედვაზე მანდ იმაზე საუბარია. ჰაქტონს გზე საუბარი მანდ. განსაკუთრებული ხედვის მდგომარეობა რას ნიშნავს? ესე იგი ეს არის თვითნაბადი სიბრძნის აქტივაცია ადამიანის ცნობიერებაში. იმისათვის რომ თქვენ ცოდნა შეიძინოთ, განათლება არ გჭირდება. ზიგნე არ გჭირდება. მასწავლებელი არ გჭირდებათ. მე არ გჭირდებით. თქვენ გჭირდებათ სამედიტაციო პრაქტიკა იმისათვის რომ თქვენ შეხვიდეთ ცოდნაში, მაგრამ უცბად არ მოხდება. ზოგს დაჭირდება 3 წელი, ზოგს 30, ზოგს 30 ცხოვრება. რომ დავუშვათ რიგპას მდგომარეობაში შეხვიდეთ. რას ნიშნავს ეს მდგომარეობა განსაკუთრებული ხედვის, ანუ ჰაქტონგის მდგომარეობა. ვიპაშანა სანსკრიტზე ასე იწოდება ეს მდგომარეობა. და ქართულად ითარგმნება როგორც განსაკუთრებული ხედვა. როდესაც რეალობას ხედავ ილუზიის გარეშე, ანუ რა ყველა მოვლენის, ყველა საგნის პირველ მიზეზი იცი და ამას ხედავ და გრძნობ. გაგიჟდა ადამიანი ხო? მომენტალურად იცი დავუშვებ მისი ყველა დაავადება საიდან მოდის, რაც ოდლები რჩებენ. ეს. ესმის. 3 ცხოვრების წინ კაცი ყავს მოკლული. დღეს კი მოგაკუცე. მოიცალეს შენთვის. აქამდე ელოდნენ რომ გამოვასწორებთ და ვერ გამოვასწორებთ. გადაწყვიტეს კუჭი დაგილპეს ან ფილტვი. ეს ცოდნა. ესმის. და გარდა ამისა კიდე სხვადასხვა სფეროდან რა, პარფიუმერია ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ სურნელი ჩემთვის მხოლოდ სურნელი არა. არც უნამოა კიდე რა. სურნელში დადებულია, ჩადებულია ღვთაებრივი კოდი ისევე როგორც ყველაფერში. ნებისმიერი იქიდან ასე თქვა, ჯერ ისეთი ყველა თქვენი ძვირფას პარფიუმერი საწამლავია. და ნამდვილი პარფიუმერის შექმნა ალბათ სადღაც შევწევთ აღრიცხვამდე შეწყდა. ასე ვთქვათ ეს 7 დაუშვათ იმისი რა ქვია საკმევლის 7 კეთილშობილი ზეთის შექმნის პრაქტიკა დაუშვათ რომ ეს ამ ზეთმასთან გადავითაროს ხო აქედან მოდის დღეს როგორც ყველაფერი ბუტაფორია ისე გარედან აქვს მოკრული ფილოსოფიაც მოკრული სხვათა შორის ეს ფსიქოლოგების მიერ ასე ვთქვათ მოცემული კლიშეებით ესეც მოკრული გაქვთ დაუშვათ იმიტომ რომ თქვენ რომ საკუთარ თავს ეძებდეთ ყველაფერი გაქრება თქვენ წინაშე და თქვენ დარჩებით თუ უარს იტყვით, ხო, რაზე ვსაუბრობდით? ეს კი ამ მდგომარეობამზე დავუშვათ. განსაკუთრებული ხედვის მდგომარეობაზე. იცი დავუშვათ რა ნივთიერებები შეაზავო ერთმანეთთან, რომ მიიღო დავუშვათ იდეალური საკმეველი იმისათვის, რომ ადამიანი კონკრეტულ ეტაპზეა ხომ განუვითარდეს მას სიყვარული. განუვითარდეს მას თანაგრძნობის, განუვითარდეს მას დავუშვათ ნებისყოფა. გარდა ამისა კიდე
გამოაღე მაცივარი თუ ამ მდგომარეობაში ხარ და მიხვდები რა გაქვს იქ მაცივარში, ხო? რამოდენიმე საკვების საშუალება. იცი რა პროპორციებით გადაურევ ეს საკვების საშუალება იმისათვის, რომ დავუშვათ უმძიმესი დაავადება განკურნო. თუმცა შენ აფთიაქში არ ხარ, შენ მაცივართან გეხარ. ეს ცოდნა არის. და როდესაც დავუშვათ ეს იმ შვიდაზე, როდესაც თანაგრძნობაზე ამბობ უარს, როდესაც სიყვარულზე ამბობ უარს. შენ უარს ამბობ ამ ცოდნაზე, ანუ რა ჭეშმარიტ ყოფიერებას ამბობ. უარს როგორც ასეთი. და რჩები რისი შოპინგები, დაბადების დღეები, პანაშვიდები, ემიგრაცია, იქიდან თავის მოწონება რო უცხო ქვეყანაში ხარ. და ასე შემდეგ. ყველაფერი ის, რაც კლავს შენ ცხოვრებას, ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს, რომ შენ ცხოვრება არ შედგეს როგორც ასეთი. ამას ერთი მხარე აქვს კიდე, თუ შენ ამაზე საუბრობ, ისევ მარტო ხარ. ისევ თეთრი ყავი ხარ, ისევ გარეკული ხარ, გესმის. საერთოდ ცხოვრება ნიშნავს, რომ გაბედო იყო, ასე ვთქვათ, ადამიანი, გაბედო რეალობასთან მიხედვით დამოუკიდებლად. გაბედოს უნდა დაამზადო, გაბედო წამალი დაამზადო, გაბედო ადამიანს უნდა. ხორბეს გაბედვა. გაბედული ადამიანების ხვედრია რეალობაში ტრიალი. და ილუზია ყველა დანარჩენის ხვედრია. ვინც ვერ გაბედეს ვერაფერი. ვინც საკუთარ ტკივილთან მუშაობა ვერ გაბედეს, ვინც საკუთარ ტკივილის თქმა ვერ გაბედეს. ისმით. ძალიან საინტერესოა გაბედოზე, რადგანაც გადავუხვიეთ მაგ თემაზე. ადამიანის გულში სულის ძახილი, როცა გაისმება რაღაცად მკრთალად, თუ მიჩვეული ხარ სახლში ყოფნას და ყურადღებით მოსმენას, განსჯის გარეშე, შეიძლება არც იცოდე ეგრეგორ გააკეთო, მაგრამ ბედავ და ნაბიცად გავიმართულებით. არ იცი რატო, მაგრამ გულში ეგ ძახილია. თქვენ ჟურნალისტ კაცს, რომელიც ფილოსოფიით და რელიგიების შესწავლით იყო დაკავებული და არ ვიცი თოლიების მოსმენით, რატო დაიწყეთ კურნალობა? ფილოსოფით ვიყავი, დაინტერესებული აღმოსავლური ფილოსოფიით, ეს იყო, რა თქმა უნდა, ინდუიზმი, ბუდიზმი. ინდუიზმი ხო სპეციალურად არ არის ცალკე ოკეანეა. ინდუიზმი, ესე ბუდიზმი რატო უფრო მეტად მაინტერესებდა, იმიტომ რომ ბუდიზმში ყველა გზა არის გაკვალული და ყველა გზაზე რომ მიდიხარ, ფირნიში აქვეა რა. მარჯვნივ გავუხევ, აქეთწენ მოხვდები, მარცხნივ გავუხევ, აქეთ მოხვდები. ინდუიზმში ეს არ არის. ინდუიზმი დაახლოებით რა არის, იცით? გადახდი კლდიდან და გზა გაარკვიე, სად დაეცემი. და მაინც იქ არ დაეცემი, რასაც აირჩევ. აი დაახლოებით ეს არის ინდუიზმი. არაფერი იქ მოწესრიგებული არ არის. არაპროგნოზირებადია. მაგრამ უცნაურია, რომ დღემდე არსებობს. დღემდე ესეთები არის ყველაფერში. ამიტომ ბუდიზმი არის რა იცით, მათემატიკა. ბუდიზმი არის ეს არის ასე ვთქვათ, ის არის ცნობიერების მათემატიკა, ეს არის ფაქტობრივად ეს ფსიქოლოგია. თან სისტემატიურად. Science of the mind, ესე ახსენა იმან და გონების ცნობიერება. ბუდიზმის განმარტება ჩემმა მასალებმა. ეს არის გონების ცნობიერება. გონების მეცნიერება უკაცრავად. ხო და ასე ვსაუბრობდით. მე შეგიკითხეთ მკურნალობა რატომ დაიწყეთ? აი, ახლა მაგას გაბედვა ხოლმე და თან რომელ წლებში და თანაც როგორი მედიცინის ისასახით. მკურნალობა მაინტერესებდა როგორც ესე იგი აღმოსავლური ფილოსოფიის ნაწილი, ჩინური ფილოსოფიის ნაწილი. იმიტომ რომ შესაძლოა დავუშვათ გარკვეულწილად ისმო ბუდიზმი, დაოსის ხომ გაინტერესებს დავუშვათ ეს უკვე იმაზე რა ქვია ეს მისტიკური ფილოსოფია იმაზე პრაქტიკულ დონეზე როგორ აჩერებს ტკივილს. ხომ? საინტერესოა დავუშვათ როგორ შეიძლება დავუშვათ ამ ფილოსოფიას დავნობით გავაჩერო ყურის ტკივილი. ან კუჭის ტკივილი, ან ნაღლის რუშტის ტკივილი. მაგრამ ყველაზე ადვილი ეგ არის. გესმით, შემდეგ დავინტერესდი ამით და აღმოაჩინე რომ ადამიანი არის მხოლოდ ის არ არის, რაც თვალით ჩანს. ადამიანი უფრო ის არის, რაც არ ჩანს. ეს წარმომადგენლობაა მხოლოდ მისი სხეული და მისი ნამდვილი სხეული, რომელიც აზროვნებს, არ ჩანს. ალბათ დღემდე უკვე დავუშვათ ეს ფიზიოლოგია, ცერებროლოგია მივიდა თავის ტვინის ფიზიოლოგია იქამდე რომ ადამიანი თავის ტვინით არ აზროვნებს.
აზროვნებს ის ველი, რომელიც თქვენს გარშემოა. უბრალოდ წარმომადგენლობა აქვს თავში და გონია რომ თავი აზროვნებს. ხო, ეს ველი, ენერგეტიკული ველი თქვენ შედგება 72000 არხისგან. 72000 არხისგან, ასე იოგაში, ასე არის ჩინურ იმაში, რა ფილოსოფიაში. ჩინურ სამედიცინო ფილოსოფიაში. 72 არხი განაპირობებს თქვენი ფიზიკური სხეულის ცხოველქმედებას. იმიტომ რომ ეს არის თქვენი ბენზინი, თქვენი დენი. ეს მე ღვიძლი თქვენ გონიათ თავისით მუშაობს მარტო ბიოქიმიით. დენზე მუშაობს, ძენზეა შეერთებული. თქვენი საშვილოსნო საკვერცხეები, გული, ღვიძლი იმაზე მუშაობს, რა გონიათ თავისით მუშაობს. არა, დენზეა შეერთებული. ამ დენის აღმოჩნდა რომ მართვა შესაძლებელია. რითი? ნემსით, ცეცხლით და გონებით. მე ვსაუბრობ სამივეს, როგორ მართვა ადამიანის ორგანიზმი, ცეცხლით, როგორ მართვა ნემსით. და როგორ შეიძლება დავუშვათ დისტანციურად გონებით გავხსნათ ბრძანება, ტკივილი გაჩერდეს და გაჩერდეს. შემდეგ რა თქმა უნდა არსებობს დარღვევები. იმიტომ რომ თქვენ რომ იმას მიაღწიოთ, დავუშვათ რომ 72000 არხში ენერგია მიმოძრაობს სულ იმაში ჰარმონიაში და ბალანსში, გასხივოსნდებით. ეს არის გასხივოსნება. და დავუშვათ ვინც ვერ გასხივოსდით და ვისთანაც დარღვეული და რატოა დარღვეული როგორც კი დავუშვათ დამიწებულია თქვენ ცნობიერება ხო მიწის გარემოში ცხოვრობთ ეს ენერგიები ასე ვთქვათ ირღვევა მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა ხოლო ენერგეტიკულ დონეზე როდესაც მიდის დავუშვათ დიდი დარღვევას აუცილებლად დაისახება ფიზიკურ სხეულზე იმიტომ რომ ფიზიკური სხეულთან შედარებით ის ერთი საფეხურით მაღლა დგას როდესაც მაღლა ადარღვევა ქვემოთაც იგივეს გაცვლება. რაც ზემოთ, ის ქვემოთ, რაც ქვემოთ, ის ზემოთ. ესმით, როდესაც დავუშვათ კაცი მოდის და ღვიძლი მილპება, იმ წუთში ვფიქრობ დავუშვათ ეს კი სად არის დარღვევა მის ენერგეტიკულ სხეულში და ენერგეტიკული სხეული რატო დაირღვა ზნეობაში. ფსიქოემოციურ მდგომარეობაში რა დარღვევაა. ესმით? ვიღაცას აგინა, აფურთხა და ის დაივიწყა 5 წლის შემდეგ დალპა მარცხენა ფილტვი. რატო მარცხენა აღება იმის გამო იმის გაგება შეიძლება მარცხენა ფილტვი რატო ტყდება და ეს იყო ძალიან საინტერესო ამიტომ დავიწყე ამის შესწავლა მედიცინის შესწავლა ბატონო ტარიელ ცეცხლი აღდგენა ცეცხლი ეს აი რომ მეხლა ცალკე ის არის ცალკე საიდუმლო ცეცხლით კუნალობა არ არიან მასტერები აღმოსავლეთში მარტო ცეცხლით კუნალობენ ნემსი მეტალი და უშუალოდ მეტალი შეიძლება მართო მაგრამ დაუშვათ თუ ცეცხლს სწორად გაანაწილებ ორგანიზმში ადამიანის სასიცოცხლო ენერგია ცეცხლის ბუნების არის. ოღონდ ის უფრო ნატიფი ცეცხლია. თუ დავუშვათ დადებ დავუშვათ მის იმაზე. ეხლა წამიშალა გუშინ ვიყავი ბატონო ტარიელთან და ცეცხლი შეყავს წერტილებიდან ცეცხლის ენერგია. იგივე შეიძლება გააკეთო შუბლზე აქ წერტილები, ფეხის ღულზე, თავის ქალაზე. არის ეგ ისინი აქ წერტილები, საიდანაც დავუშვათ რომელიც შეიძლება მოწვა და კონკრეტული შედეგი მიიღო ფიზიკურ სხეულში. და ესე იგი ეს ცეცხლი თვითონ ორგანიზმი გადააქცევს მისთვის მისაღებ ცეცხლად ასე ვთქვათ ის არის ტრანსფორმირდება ფიზიკური ცეცხლი და ორგანიზმის ტრანსფორმაცია სხვა შორის ბევრი მისტიკური სკოლა რომელიც გადაგებს განვითარებას და რომელსაც აქვს რეალური შედეგები სწორედ გულისხმობს ცეცხლთან მუშაობას და ცეცხლი ჩემთვის დიდი ხანია არ არის მხოლოდ უბრალოდ ცეცხლი ჩემთვის ცოცხალი არსება რომელთანაც შეიძლება საუბარი რომელსაც აქვს თავის მეხსიერება ეს მიუხედავად რომ ჩაქრეს და გაიფანტოს, ხო? ეს მეხსიერება რჩება. და შეიძლება კიდე დაანთო ცეცხლი და მასთან ისაუბრო, ასე ვთქვათ, მისგან აიღო ეს ინფორმაცია, როგორც ასეთი. ხო და შეიძლება შესაძლებელია დაუშვათ ცეცხლით მუშაობა. და გარდა ამისა კიდევ ყველაზე უფრო ნატიფ დონეზე მუშაობა. უმაღლესი რანგის საბრძოლო ხელოვნების და მედიცინის არის გონებით მუშაობა. იმიტომ რომ ჩემი გონებით, ჩემი გონებრივი ენერგია ზუსტად იმ ხარისხის არის და იმ ასე ვთქვათ, იმ ბუნების არის, იმ შემადგენლობის და შემადგენლობისაც არის თქვენი სასიცოცხლო ენერგია. ის ენერგია, რომელიც დაგიდით 72000 ენერგეტიკულ არხში. ექიმი არ მუშაობს 72000 არხზე. ეს თითქმის შეუძლებელია. აქ არის ძირითადი არხები, არის არხები, ძირითადი არხები და უძირითადი არხები. აი ასე ვთქვათ, ძირითადი არხები არის 12 მაგისტრალი. ეს არის დიდი მდინარე 12 ამაზონე. ან 12 ნილოსი, ასე ვთქვათ. ან ეს 12 დავუშვათ, თუ 12 იმაში იცი როგორ მოძრაობს ენერგია, ხომ? შემდეგ ამას გადათვლი გონებაში რა. მეკითხოთ ეს მათემატიკური გათვლები ხდება. თავის ტკივილები აქვს, ხო? დავუშვათ ის აქვს, აქვე, აიშიაზე აქვს.
ან დაუშვათ წელის ტკივილი აქვს. გადაცვლით დაუშვათ სად შეიძლება ამან მოქცეს და რის გამო შეიძლება მოქცეს დაუშვათ რის გამო შეიძლება იყოს ეს ტკივილი განვითარებული და გარდა ამისა კიდე სადარჭო ნემსი ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუ ნემს დაარჭობ დაუშვათ წელის წერტილში ხომ, ესე იგი წელზე ქრება ტკივილი, რატომ? იმიტომ რომ წელი იღებს იმ სასუსლო ენერგიის იმ დოზას, ზუსტად იმ დოზას, რომელიც მისთვის არსებობს. არავით არის ქიმია, არავით არის ასე ვთქვათ მასაჟი და ასე შემდეგ. ხოთ ნემსი აკეთებს ამას. ცეცხლის იგივე საკეთებს, რომ ცეცხლის ხანად მუშაობს. შეიძლება დაუშვათ წერტილში შეიყვანო აზრი. აზრით შეიძლება ასე ვთქვათ ისა ბევრი არ მინდა გასაუბროთ. იმსით თუ განი. მარტო ფიზიკურ დაავადებებზე, ფსიქოლოგიურ დაავადებებზე ასევე. მე ფიზიკური ნევროზებზე ხო მუშაობდა ფსიქოლოგიური თვითონ და ჩემი არის. ასე ვთქვათ სპეციალიზაციას უჯრედთა თერაპიაში, ასე მოხდა. რა თქმა უნდა მუშაობ ფიზიკურ დაავადებებზე, კარგი შეკითხვა დამისვა. ესე იგი ამ მეთოდით შესაძლებელია ნებისმიერი ნევროზის განკურნება. ნებისმიერი ნევროზის განკურნება. მე ვთ არ ვიღებ ძმაკაც ნევროზიანებს, რა ვეუბნებით წადით სხვაგან იმგურა. ხოდა ამას ისაკრამას მნიშვნელობა აქვს. ხოდა ნემსის რას აკეთებს ისე გაგიკვირდებათ ესე იგი ნევროზი რა არის ესე იგი შიშის, სევდის, აგრესიის და მღელვარების ენერგიების სიჭარბე და სიხარულის ასე ვთქვათ დეფიციტი. და ნემსით რას აკეთებს? ეს წერტილები იცის რად არის. ხელის გულზე. ამ შემთხვევაში ეს ჭრილთან არის ახლოს. და ნემს და თან იცი ეს როგორ მუშაობს წერტილის გარშემო რა მიმართულებით, როგორც ეს ენერგია მუშაობს საათის სისხლის საწინააღმდეგოდ. და თუ გინდა დაუშვათ ეს კი გააძლიერო სიხარულის ენერგია, ხო? საათის სისხლის მიმართულებით დასვა იმას, ესა ქვია. გააძლიერებ სიხარულის ენერგიას და საწინააღმდეგო მიმართულებით დასვამ დაუშვათ რომ მოხსნა შიში, აგრესია და მღელვარება. და 5 წუთში იღებს შედეგს ისე მუშაობს. ახლა ფიზიკურად აქ დაუშვათ იმით რომ შეამოწმო ეს წერტილი არ ჩანს. არ არის. ის ენერგეტიკული წერტილია. და გარდა ამისა კიდე თუ შინაგანი მზაობა არ გაქვს, თუ შელუთი ხარ, მამაძაღლი ხარ, ქურდი ხარ, ასე შემდეგ, შენს მიერ დარწმუნებული ნემსი არ მუშაობს. როდესაც თუ შენ შინაგანი ასე თქვა, შინაგანად ასე თქვა, სუჯოყის მდგომარეობაში არ იმყოფები, მკურნალის მდგომარეობაში ხომ, შენი დარწმუნებული ნემსი არ მუშაობს. მამას ხშირად უმეორებ ხოლმე და ამიტომ არ ვიღებ მოსწავლებს კიდე რა. იმიტომ აი ორი გოგო მოვიდა და მე ვთქვათ თუ თქვენ ჩვეულებრივ გოგოებად დარჩეთ და ჩხილების გაკეთების გარდა არაფერი ახსოვდათ ხო და თუ თქვენ ამ დონეზე იქნებით, თქვენგან არაფერი გამოვა. შემოდით რა ბევრს ნულაბარაკობთ რა. სწორი დაუშვათ ცხოვრების წესი, სწორი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ იწვევს იმას, რომ შენს მიერ დარწმუნებული ნემსი სწორედ ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობს. თეორიის ცოდნა დაუშვათ იგივე ტექნიკის ცოდნა უჯრედთა თერაპიაში, რომელიც აუცილებელია საბაზო მონაცემია. ხო რომ იცი თეორია, იცი ტექნიკა დაუშვათ რომ რა გააკეთო. მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შედეგი მიიღო. თავი ფაქტორი არის ექიმი რა მდგომარეობაში. ესმით? და მე მეც გეტყვით კიდევ ესე იგი ქალის შემთხვევაში დაუშვათ ეს იგი საშვილოსნოს წერტილი და შარდის ბუშტის წერტილი ტოპოგრაფიულად ემთხვევა ერთმანეთს. ეს ორი წერტილი ერთმანეთზე დევს. ქალი მოვიდა და საშვილოსნოზე პრობლემა. ამ ერთ წერტილზე დავარჯახ რა გავაკეთო დაუშვათ ეს წერტილი იგივე შარდის ბუშტი, მაგრამ მე მინდა იმპულსი წავიდეს საშვილოსნოში და არა შარდის ბუშტში. რას ვაკეთებ? წარმოვიდგენ შარდის ბუშტი და საშვილოსნოს საშვილოსნოს უნდა იცოდე ჯერ აღნაგობა როგორია და შიგნიდან. ეს პრობლემა დაუშვათ როგორ გამოიყურება შიგნიდან. უნდა იყო ამაზე ნამუშევარი დაუშვათ რომ ეს იცოდე. წარმოდგენას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დაუშვათ ვიზე ფიზიოლოგიის ცოდნას. და როდესაც დაუშვათ წერტილში ამ საერთო წერტილში შეგყავს ნემსი, მაშინ იმპულსი მიდის უშეცდომოდ საშვილოსნოში. როდესაც შენი განზრახვა გულისხმობს საშვილოსნოს კურნალობას და არა დაუშვათ შარდის ბუშტის. ეს ერთი ხო ხათუნამ გამოტოვა რაც უნდა თქვა ძალიან საინტერესო რამ. ესე იგი განზრახვით შეგიძლია ენერგია გადაიტანო ერთი ადამიანიდან მეორეზე. ანუ დედა მოვიდეს, შვილი ძალიან მორცხვია. დედას ქვია ნინო,
შვილს ქვია ნანა. შვილი არის 300 კილომეტრში. ან 3000 კილომეტრში. ესმით, და აქვს ბრონქების ანთება. და დედამის შეიძლება დაუშვათ არ დაიჯეროს, ვეუბნები 10 დღე ივლი, მე ვიმუშავებ შენს ხელზე და განიკურნება 3000 კილომეტრზე ნანას ბრონქები. პირველი სეანსის მერე მე მქონდა ეს შემთხვევა. შვილი რეკავს ევროპიდან. მომეხსნა აღარ მახველებს. რა ხდება როგორ ფიქრობთ? ენერგიისთვის არ არსებობს მანძილი ამ სამყაროში, ყველა წერტილი, ყველა ასე ვთქვათ, წერტილი ერთმანეთზე დევს. სივრცე და დრო ამ მედიცინისთვის არ არსებობს, ამიტომ შეგიძლიათ განკურნოთ დისტანციურად. ამას ქვია ენერგიის გადატანის პრინციპი და გარდა ამისა კიდე ზღაპარს არ გიყვებით იმას. პაკ ჯეუარის არსებობს ეს კი სუჯოგ თერაპიის ბიბლიას ვეძახი მე ამას სუჯოგ თერაპიის სახელმძღვანელო ორტომეული სკელი. სადაც ისწავლება სუჯოგ თერაპია. იქნებ ცალკე თავი ამის შესახებ დაუშვათ ერთი ადამიანი და როგორ გადავიტანო მეორე ადამიანზე ენერგია. მე რა თქმა უნდა მიგჭანია შვილი მოვიდეს რომ დაუშვათ იმიტომ ჩემგან დიდი ენერგია არ გავიდეს, მაგრამ თუ დაუშვათ ეს ვერ ხერხდება და სხვა ქვეყანაშია, შეგიძლიათ დაუშვათ ხო ეხლა რატომ დაუშვათ მუშაობს დედასთან ასე კარგად და არა მეზობელთან, მათ შორის გენეტიკური კავშირი. დაუშვათ ერთი დისგან შეგიძლიათ დაუშვათ დისტანციაზე მუშაობ ძმასთან, რომელიც შორს არის, დაუშვათ და საქართველოშია ძმა ესპანეთშია, ან დაუშვათ საფრანგეთში. ესმით? ერთი ეგ არის რომ დაუშვათ ექიმი ძალიან იღლება. ექიმი იღლება ძალიან და ენერგიის გაცემა გარდა ამისა კიდე ეს ნევის არის თავიდან არავინ არ გეუბნება არც წერია ეს წიგნში დაუშვათ ეს ნემსით მუშაობ შენი ყოფების საშიშროების წინაშე. თუ შენ საკუთარ ენერგიას გაცემ, ხან მე ვცდილობ რომ ეს პირდაპირ კოსმოსიდან შემოვიყვანო რა, სივრციდან შემოვიყვანე ეს ენერგია და ჩემი არ მივცე. რატო? წაიშლები ორჯერ დავეცი უკვე. ბევრი მყავდა ხალხი 25 კაცი ერთხელ, 30 კაცი მეორეჯერ, 40 კაცი ხოლმე. იყო ეგეთი პერიოდის ჩემს ცხოვრებაში, ბევრ ადამიანთან მიწერდა მუშაობა და ეს კი საღამოს ვიყავი გამოწვეული ლიმონი. და თან როგორც ეს დროთა განმავლობაში აქ ხო ის სკოლა არ არის დაუშვათ რომ ეს გასწავლოს ვიღაცამ არა. ორჯერ დავკარგე გონება უნელობის შემდეგ. ეგეთი განცდის იყო რა ქვია და შემდეგ მივხვდი რომ აუცილებლად არ ვისვენებდი ხოლმე იმას კვირაობით შაბათ-კვირას. ეხლა ვცდილობ ყოველთვის შაბათ-კვირას ადმე გავიდე რა, გავახციოთ თბილისიდან. სხვაგარი მდინარეებთან მოვხვდე, ტბასთან მოვხვდე, ტყეში მოვხვდე, სადმე ეგეთ ადგილას. ეს რა ნიშნავს თუ იცით რომ ეს იგი საერთოდ მე მყავს საუბარი რომ რადგან ჩვენს ენერგიებს შორის ზღვარი არ არსებობს და მე შემიძლია ადვილად გადმოვიდეთ, შემოვიდეთ ჩვენს ენერგიაში და განკურნო დავუშვათ თქვენი ღვიძლი. თქვენი ღვიძლის განკურნება მაშინაც შეიძლება თუ თქვენ ეს არ გინდათ. მაგრამ მე უნდა ვიცოდე რომ თქვენ რაღაც გქონდეთ. აქედან ერთი ნაბიჯია იქამდე გითხრათ ჩვენ შორის გაცილებით ღრმა კავშირია ვიდრე და-ძმას შორის ან ძმებს შორის ან დებს შორის კიდევ რა. ჩვენ ვართ სულ ერთი ადამიანი დაშლილი 8 მილიარდ სხეულად. ერთი ადამიანის პლანეტა ეს. და დაუშვათ ეს კი ერთ ადამიანს შეუძლია დანარჩენი 8 მილიარდი წაიყვანოს სასუფევლისკენ 64-ში ან პირიქით წაიყვანოს ოჯახებში. და ამ 8 მილიარდის დაუშვათ ამ ელექტრონულ ქსელზე, ქსელია ჩვენ ცნობიერება. საიდან მოვიდა ინტერნეტი? ეს არის ინტერნეტი არის როგორ იცით? არასრულფასოვანი ანარეკლი იმისა რაც ხდება სინამდვილეში. ნამდვილი ინტერნეტი არსებობს ჩვენ შორის. უბრალოდ რადგან დაუშვათ თქვენ ესე იგი ცუდი პროვაიდერები ხართ, მე არ შემიძლია ის გაგიტაროთ რა ქვია, აზრი მოვიტანოთ თქვენამდე. ცნობიერად. არ ცნობიერად შეიძლება მე გამოვაგზავნო თქვენთან აზრი და თქვენ დაუშვათ იხილოთ სიზმარი ამ აზრის გარშემო. და საერთოდ უნდა წავიდეს საზოგადოება. ეს კავშირები ჩვენ შორის აღდგეს. გავაცნობიეროთ რომ ჩვენ შორის გაცილებით ღრმა კავშირია ვიდრე ოჯახის წევრებს შორის. ну მეც გეტყვი, იგივე დაუშვათ მტრედთან, იგივე ძაღლთან, იგივე კატასთან. ისეთივე კავშირი როგორც ჩვენ შორის. ნამდვილად. და ისინი არ არიან ჩვენი უმცროსი ძმები. ეს არის პარალელური ცივილიზაცია, რომელიც ვითარდება, რომელსაც თავის კარმა აქვს. იმას ეკუთვნის ასე ვთქვათ, ნებისმიერ ძაღლი ემსახურებს იმას, რომ კონდეს საშუალება განვითარდეს თავის ხელში. მე ხო ერთი იმას მოგიყვანთ მაგალითს ინდოეთიდან. ძაღლებთან დაკავშირებით.
თუ გაინტერესებთ რა თქმა უნდა. გვაინტერესებს. რადგან ტიბეტი დაპყრობილია, ძალიან ბევრი ტიბეტელი მასტერი ცხოვრობს ინდოეთში. ეს არის დარმსალა ქალაქი. დარმსალაში არის ტიბეტური მედიტაციის ცენტრი, დარმსალაში ცხოვრობს თვითონ დალაი ლამა. და არის მენძიკანგი, ასე ვთქვათ, სამედიცინო ცენტრი, რომელზეც მე ძალიან დაინტერესებული ვარ. ხო და აი დარმსალაში 4 ტიბეტელი ისა, ლამა ძალიან მაღალი საფეხური. აი ეპისკოპოსი დაახლოებით ასე რომ თარგმნო ქრისტიანობაზე, ხა. ჩვეულებრივი ბერი არ არის. 4 ლამა ცხოვრობდა იმაში, რა ქვია, სასტუმრო, ინდურ სასტუმროში და ამ სასტუმროს წინ როგორც საქართველოში უამრავი ძაღლი იყო რა, 20-30 ძაღლი. და ამ პატრონმა არც რატომღაც მოინდომა ამ ძაღლების მოწამლა და იმითი რა ქვია, საწამლავით მოწამლა ეს ძაღლები. და ძაღლები არის კონვულსიაში. ეს კი რო ჩამოვიდნენ უკვე არ წევენ და იკრუნჩხებს სასიკვდილო კრუნჩხვაში არის. და ეს 4 ლამა დაეშვა სახლიდან და დასხდნენ მომაკვდავი ძაღლებს შორის. და დაიწყეს სპეციალური დჰარანის კითხვა, რომელსაც სული სწორად გაყავს სხეულიდან. ამ ტრადიციას იმაში, რა ქვია, წინასწარ სიკვდილამდე ტიბეტში ქვია ბჰუვა. ბჰუვას მანტრის კითხვა დაიწყეს. ამას უტარებენ ხოლმე ბერებს, მომზადებულ ბერებს იმისათვის, რომ ადამიანი სწორად გავიდეს სწორ სიკვდილს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მარტო ცხოვრებას არ უნდა სწავლა, სიკვდილსაც სწავლა უნდა. ხო და სწორად გადის ადამიანი, როდესაც გადის ყიფლიბანდიდან, იმიტომ რომ ყიფლიბანდიდან შემოდის სული და ყიფლიბანდიდან მე უნდა გავიდეს. ყველაზე საშიში არის, ესე იგი, თუ ადამიანი გავიდა ფეხიდან. ის აუცილებლად ჯოჯოხეთში მიდის. ჩვენი სხეული არის პორტალი. ეს არის ავტობუსის გაჩერება, ჩვენი სხეული. სადაც ცხოვრობთ დაახლოებით 100 წელიწადი. გაჩერებაზე ცხოვრობთ ახლა თქვენ და ელოდებით მომავალ ავტობუსს. ხო და რა გააკეთეს ამ ბერებმა, ესე იგი, დაიწყეს ძაღლებთან იმ მანტრის კითხვა, რომელიც ხელს უწყობს, რომ ძაღლი გავიდეს სწორად საკუთარი სხეულიდან. ამ ძაღლებს თავი გაუსკდათ. იმიტომ ჩვეულებრივი ხალხი არ კითხულობს არა. 4 გამოსტილი ლამა კითხულობს და ამ ვიბრაციის ქვეშ იმყოფებიან. გადაეხსნა თავი, პირდაპირ თავი და პირდაპირ აჩვენა რაც მოხდა, იმიტომ რომ ეს ძვლები გავუსკდათ იმაში და ადამიანსაც როგორ თქვა, შეერთებულ ძაღლსაც ასე აქვს. და შემდეგ ესე იგი ერთ-ერთი ლამა იყო აქ ჩამოსული აქედან ამ საიდან ვიცი მე ეს. და მან რა თქვა, ესე იგი რა ხდება მეთქი დაუშვათ. 64-ეს ბუდისტურ ენაზე ქვია წმინდა მიწა. აი წმინდა მიწაზეო, დაახლოებით რადგან ესენი ძაღლები არიანო და არ ეკუთვნით, იმიტომ ადამიანის სხეულის ასე ვთქვათ ევოლუცია უნდა გაიარო. ადამიანის სხეულამდე მათ არ მოუღწევიათ, ხო? 64-ზე ამ ძაღლის სულები, რომელიც აქ ძაღლის სხეულში იყვნენ, 500 წელი დაისვენებენ ლოტოსის ყვავილის გულში. და იქ გაიშლებიან როგორც ლოტოსი. 500 მიწიერი წლის ეს იქნება მეოხება იმ ტანჯისადმი რა. 64-ში. და რა ხდება 500 წლის? 500 ასე ვთქვათ ადამიანური გაგებით წელი, იმიტომ იქ დრო არ არსებობს. და 500 წლის შემდეგ ესენი, რადგან ძაღლის სხეულიდან არიან გასული და იქ ყოფნა არ ეკუთვნით, ხომ? ბრუნდებიან იმას დედამიწაზე უკვე ადამიანის სხეულში. და აგრძელებენ ევოლუციას უკვე ადამიანის სხეულით. ანუ რა, ეს ტანჯვა ბერებმა უქციეს ძაღლებს წარმატებად. და ერთი საფეხურით აწიეს საკუთარ ევოლუციაზე. ეხლა რა შეიცით საქმე? ეს ცოდნა რომ მიცე დაუშვათ ამ ძაღლის მკვლელებს. მე ძაღლის მკვლელებზე უფრო დიდი დამნაშავები მიმაჩნია ის ხალხი, ვინც ეს ცუგები ქუჩაში გადაყარა. ძაღლის მკვლელს რომ მიცე წელიწადი, იმან 10 წელი უნდა მიიღოს ციხე, 10 ჯერ მეტი. ხო და ადამიანი დაუშვათ ეს საზოგადოება რომ მომზადებული იყოს ნამდვილი ცოდნით. ხო? ჩვენ არ ვიქნებოდით ესე დღეში. განვითარებას, ადამიანის ცნობიერებას, ნეობას რომ ჩვენ უფრო პატივს ვცემდეთ და გარდა ამისა კიდე ხო?
ეს რომ მოვიშალოთ მოგცლია რა. ქართველები ვერ იცლიან სიცოცხლისთვის. სიხარულისთვის ვერ იცლიან. ასე ვთქვათ, ჯანმრთელობისთვის ვერ იცლიან. რომ გაიზარდნონ სულიერად ამისთვის ვერ იცლიან. რომ გაიზარდნონ ფიზიკურად და სრულყოფილებას მიაღწიონ ფიზიკურ სკოლაში ამისთვის ვერ იცლიან. და აქვთ ის ჭაობი, რომელიც აქვთ. და დასცინიან შენ მოგცლია რა. შენ მოიცალე ამის. მე დაკავებულია, სადაც ვართ, როგორც საზოგადოება. აი ეგეთი ის არის, რა ქვია, ეგეთი რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. ეხლა არ გაგიკვირდეთ მსმენელს, ხა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ადამიანი, რომელიც გიზიარებს თავის გამოცდილებას, რომ 5 წლის ასაკიდან მან თავის გულში და თავის შინაგან სამყაროში ესეთი რაღაც იგრძნო, სადაც სურვილი ჰქონდა პატარა ბავშვს, რომ გედის, არ ვიცი, გედის ენა გაეგوان მასთან ერთიანი გამხდარიყო. ეხლა შემთხვევითი კი არ არის, თუ ადამიანი გონების ეგ არის გზა გონების დამორჩილებისკენ მიდის. თუ დამორჩილებული არ აქვს ადამიანს გონება და საკუთარ თავში მსგავსი რაღაცა განცხადების გაკეთება არ შეუძლია, ვერც სხვის სხეულში ვერ მოარჩენს ვერაფერს გესმის და ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, ეს კოლოსალური სამუშაოა საკუთარ თავში ჩასატარებელი და იმიტომ იყო რომ შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სამედიცინო ინსტიტუტში არ წასულა თქვა და ფილოსოფიით და ლიტერატურით და ჟურნალისტიკის მაინც აი იმ ბუნებამ და იმ ცხოვრების წესმა კუნალობამდე მეიყვანა და მაგას მომზადება სჭირდებოდა. იმიტომ რომ გონება უნდა ენერგიაც უნდა დაწმენდილი იყოს, როგორც თქვენ თქვით, ისინი მცირე მუშაობს, გონება უნდა გემორჩილებოდეს, რომ იქ შეგეძლოს გონებითაც იმუშაონ ემსთან ერთად. ეს არ არის პატარა საქმე. და უნდა ვენდოთ, იცი ხლა მე ბევრისთვის მეთქავს, ბოდიში ის რა ქვია, ტარიელ, მე მართლა ძა უდიდეს პატივს ვცემ თუ როდისმე რამე დამჭირვებია, ორი ექიმი მყავს, მარინა ჟიჟილაშვილი და ტარიელ ბიბილური. ხო და აი მაშინ ტარიელთან გავბივარ, მარინა დამისვავს დიაგნოზს და მერე გამაგზავნის ტარიელთან და ეს არის რაღაცა საოცრება, ხალხო ჯადოსნობა, ისეთი საოცარი ფორმა მედიცინის და მკურნალობის და იცი ხშირად მე მიღია ხოლმე დაცინვა ღიმილია, რა თქმა უნდა მე ვერავის ვერ დაუმტკიცებ ვერაფერს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრს აკლებთ საკუთარ თავს, ვისაც გჭირდებათ ეს, რომ ქიმიური წამლების და რაღაცეების გარეშე საკუთარ ორგანიზმში იმ 72 ნაჩი იმაში პრანა და სასიცოცხლო ენერგიას დინება მდინარესავით აღადგენს და ის 12 მდინარე აწყვლებდეს მთელ სხეულს, ხო? და აღადგენდეს სიჯანსაღის ორგანიზმში და ამის ოსტატი ყავს ჩვენ ქალაქში და გთხოვთ, ვისაც პირველია ვისთვისაც ეს ინფორმაცია, გთხოვთ იცოდეთ, რომ აი ასეთი კაციც ყავს ქართველებს რა. გამოიყენეთ მსახურეთ. ხო. ერთ პატარა იმას წავიკითხავ, კითხვა მინდოდა და ამისო. საკმელეს ვაკმევ, ტანს განვიბან და საკუთარ თავთან შესახვედრად მოვემზადები. სხვადასხვა ის არის, რა ქვია, მოდის კონკრეტული იქიდან, რა ქვია, ქმედებიდან. აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი დილით გამთენიაზე მტკვარზე, ეგეთი პერიოდიც იყო. ცივწყალში მებანავა, შემდეგ დამენთო ცეცხლი. და ამ ცეცხლს წინასწარ ვამზადებდი ხოლმე რა, ოდნავ გავაღვივებდი, რომ წყალში არ ჩაყენულიყავი ხოლმე. ეს მხოლოდ ზაფხულში არ ხდებოდა ხოლმე. და ავაგიზგიზებდი ამ ცეცხლს და შემდეგ როგორ იცი, ეს კი ჯერ ხო წყალი მწმენდა, ეგეთი განცდა მქონდა. და შემდეგ ცეცხლთან გაშრობის, გათბობის შემდეგ ვცნობდი ხოლმე როგორ იცი, რაღაცა ახალ ეტაპზე გადავიდა სხეულის და ცნობიერებაც. და რა თქმა უნდა საკმაოდ ვაკმევდი მაგ იმაში, პირდაპირ ცეცხლში უშვებდი ხოლმე, რომ დამწარეო ხოლმე. ეგ მანდედან მოდის ეგ ჩემი ის საქმე. ეს რიტუალი აადვილებს, რომ ადამიანი საკუთარ თავს, ვინც ნამდვილი მეა, იმას მიუახლოვდეს. აადვილებს. ეგ რიტუალი მოდის ნამდვილი მესგან. იმიტომ რომ ჩვენს ნამდვილ მეს მოენატრა თავის სამყარო. ჩვენ ვართ დაშვებული ამ იმაში, რა ქვია, წვდიათში, ამ ტკივილში, სიკვდილში, ავადმყოფობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ
ფასდაუდებელი განსასწრელი მივიღოთ იმისა, რასაც ვიღებთ ამ განსასწრელს. მაგრამ ეს იმდენად ძიმე გადასატანი, რომ გვახსენდება, რომ დაუშვათ ეს რაც ჩვენს გარშემო ხდება, ზოგჯერ ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენ არა ვართ. ის რაც ჩემს ხელში ხდება, არც ეს არა ვართ ჩვენ დაუშვათ. ჩემი დაავადება არ არის ჩემი დაავადება. ჩემი პრობლემა ოჯახში არ არის ჩემი პრობლემა და არც ეს არ არის ჩემი ოჯახის სინამდვილეში. ეს ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ის არის, რა ქვია, ცხოვრებისეული თამაში, რომელზედაც ჩვენ ოდესღაც დავთანხმდით და არ გვეგონა თუ ესეთი მძიმე გადასატანი იქნებოდა. მაგრამ ეტყობა, რომ დავთანხმდით, ეს შემთხვევით არ მოხდა. მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ დავეთანხმეთ დაუშვათ ევოლუციის იმ ეტაპს, როდესაც ეს განსაცდელი არის აუცილებელი. და ჩვენ აქ მოვდივართ, როგორ იცით, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ჩვენს ტანჯვაზე, ჩვენს უბედურებაზე. რომ ეს არის დიდი გაკვეთილი, დაუშვათ, რომელიც გრძელდება სულ რაღაც 70-80 სული სკოლა, ხო? ან 100 წელიწადი. მართალია ძალიან ძიმეა დაუშვათ ამ 100 წლის ესე გადატანა, მაგრამ რადგან ჩვენ უკტავები ვართ და ოდესღაც ვიცოდით ეს. ეხლა ეს ცოდნა წაგვერთვა, როგორც ასეთი. ხო და ვართ ამ იმაში, რა ქვია, გაწამაწეაში რა, თავიდან გვინდოდა დაუშვათ ამ მდგომარეობაში ყოფილიყავით და შემდეგ როცა ჩავარდით ამ მდგომარეობაში და ეს მეხსიერება წაგვართეს, უკვე გვიჭირს. ესმით? ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს ტანჯვას ყავს პატრონი. და თქვენს პატრონი ყავს და არასდროს მარტონი არ ვარ. ეს არის ერთადერთი საფრთხე. სწორი ცხოვრება ამზადებს თუ არა ადამიანს სწორი სიკვდილისთვის, რომ გავიდეს სწორედ ამ სკოლიდან? სწორი ცხოვრება ნამდვილად გაჩნია დაუშვათ, ესე იგი, ბევრჯერ მიოცნებია ისეთ ოჯახში დაბადებაზე, სადაც თავიდანვე გასწავლიან დაუშვათ ნამდვილი ცხოვრების ამბანს, იმიტომ რომ 11 წელი რომელიც სკოლაში გავატარე, აბსოლუტურად დაკარგული დროა, 6 წელი რომელიც უნივერსიტეტში დავყავი, ასევე დაკარგული დროა და ასე შემდეგ. 17 წელი მე მაქვს უფლება ამ სახელმწიფოს ვიჩივლო და 17 მილიარდი მოვთხოვ იმისთვის, დაუშვათ თითოეულ წელზე თითო მილიარდი. სწრაფად დაუშვათ ის არის, რა ქვია, ხო და ეს ხუმრობით. ხო და არავინ რატომღაც პასუხს არ აგებს, გარდა ამისა კიდე იმისი, რა ქვია, დამანგრეველი მასწავლებლებზე, ვისაც ასე ვთქვათ, არასდროს უცხოვრია და შენ გასწავლი ცხოვრებას. არასდროს ყარებია შენ გასწავლი სიყვარულს. არასოდეს არაფერი ნამდვილად არ უსწავლიათ და შენ გასწავლიან, რომ ეს ესე უნდა ისწავლო. გესმით, იმის არ იყოს კიდე, როდესაც ოქრო არ გაქვს, იმას ვერ გაჩუქებ, იმიტომ რომ არ გაქვს ფიზიკურად, გესმით. ეგეთი ამბავია, გესმით, შეუმდგარი, ასე ვთქვათ, ადამიანები დაწყებული ჩვენი მშობლებიდან, მეზობლებიდან, ნათესავებიდან, მასწავლებლებიდან, ლექტორებიდან შემდეგ ახდენენ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და მიიღეთ ის, რაც მიიღეთ. გესმით, დანგრეული ცნობიერება, დანგრეული სხეული. ეხლა აქედან მთელი მისტერია ის არის, როგორ აღვდგები, რა ძალას დავეყრდ, მე რა ინფორმაციას, რა ცოდნას, საწავიკითხო ეს ყველაფერი. როცა ყველა ცოდნა აღმოჩნდა, რომ გაასაიდუმლოა ეს. არც ერთი ცოდნა არ არის დაკარგული. არ გასაიდუმლოებული. ნამდვილი ეზოთერული ცოდნა არასდროს არ გდევს ზედაპირზე. იყო დრო, რომ იდოს ზედაპირზე, ერქვა დაუშვათ ალექსანდრიის სკოლა, ერქვა დაუშვათ ქაშმირის სკოლა, ხო? ან დაუშვათ ტიბეტის სკოლა. ეხლა ბოდიში ეს დამალულია. მაგრამ ეს არის რა იცი, მდინარის უდაბნო, ასე ვთქვათ. ხან არის მიედინება იმაში უდაბნოში ზედაპირზე მდინარე და ხან ჩადის კილომეტრ სიღრმეზე. მაგრამ ეს მდინარე ძლიერი ნაკადი ყოველთვის არის. ხო, თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს შინაგან განწყობაზე დაუშვათ, აი ამ საიდუმლო ცოდნის ნაკადთან გექნება თუ არა ცხოველი კავშირი. გესმით, ეს ბმა, კავშირი დაუშვათ, ხედვა ამ ნაკადისა იქნება თუ არა. მით უმეტეს, რომ ეს ნაკადი პირდაპირ თქვენს გულში გადის. გესმით? არსად არ მოგიწევთ ამაზე წასვლა. დაუშვათ, ბავშვობაში მე ვნა იმაში, რომ ჩავალ დაუშვათ ინდოეთში. ხო, ეხლა მაქვს საშუალება ხვალ ავიღო ბილეთი და ზედ გადავფრინდა. არანაირი სურვილი არ მაქვს დაუშვათ ჩავიდე ინდოეთში. ხო და რატომ ეხლა? იმიტომ რომ რასაც ვეძებდი ინდოეთში, აღმოჩნდა ეს ჩემს გულში. გესმით? გარდა ამისა კიდე რასაც ვეძებდი გერმანიაში, აღმოჩნდა რომ ესეც ჩემს გულში და გერმანიაში ჩავიდი ძალიან გამიკვირდა და უშუალოდ რომ ესენი არ უსმენენ მე კლასიკურ მუსიკას და ესენი რილკეს არ კითხულობენ და ჰერმან ჰესეს ესენი რატომღაც არ კითხულობენ. ხო და აბა რაღა გერმანია თუ შენ თომას მას არ კითხულობ, ხო? აი სადაურია და აქაურია გეუბნებიან, ხო? ესეთ სიტუაცია. სადაური წესია და აქაური წესია გეუბნებიან.
ანუ მე რას ვამბობ, იცით, ესე იგი დავუშვათ ცხოვრება საკუთარ გულში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რეალობაში. საკუთარ გულში არსებული ინგლისი, საკუთარ გულში არსებული გერმანია უფრო მნიშვნელოვანია ან ტიბეტი, ვიდრე გარეთ არსებული. ყველაფერი არის ჩვენში და გარდა ამისა კიდე ხო არაფერს არ გიხსენებთ შეგიძლიათ ჩახვიდე იგივე გერმანიაში, რო დარწმუნდე ამაში. რომ დავუშვათ ის ცეცხლი, რომელიც ანთია და დავუშვათ ის რამოდენიმე ნებისმიერი იქიდან დიდი პოეტისგან ან დიდი მწერლისგან რამოდენიმე ფრაზა რჩება გულში. იმიტომ რჩება რომ ის ნამდვილია. მთელი წიგნი ხო არ გახსოვთ, მაგრამ გახსოვთ 2-3 ფრაზა დავუშვათ იგივე ხო ჰერმან ჰესეს იქიდან, ხო ნაწარმოებიდან ან თომას მანის ნაწარმოებიდან და ეს არის სწორედ ის ცეცხლი, რომელიც აღვივებს თქვენს ნაკლას ჩხალს, იმისათვის რომ კიდე იაროთ, გესმით? და ეს მწერალი ხდება მწერლობის საიდუმლო ან ხალწრობის საიდუმლო სწორედ ეს არის. რომ ეს მწერალი ხდება შენი ცხოვრების ნაწილი, შენი ცეცხლის ნაწილია ეს. გესმით? და ეგეთ სულ რამოდენიმე ადამიანია, ვისაც ვიცი დავუშვათ, რომ თუ დავუშვათ იმაზე, რომ ის პორტრეტს დავხედე, ეს იმპულსი ისევ მოდის რა. ისევ ნაკადში ვარ, ისევ იბრძვარ და ისევ არ ვეცენ. ბევრს უყვირს რომ აქამდე ფარხმა რატო არ დაპარაგაცო, ოთხი კუბო გავიტანე სახლიდან და ეს როგორ მოხდა ისე რომ ეს კაცი გადარჩა, იმიტომ რომ სხვა იქით ვიკვებები რა ქვია, სხვა წყარო მაკვების. სხვა ცეცხლზე ვდგევარ, სხვა ცეცხლით ვსაზრდობ. და გარდა ამისა ვიცი ცეცხლი რა არის. მე თუ მითხრობ ნებისმიერ დიდი ფილმი, ან დიდი, ასე ვთქვათ, წიგნი უნდა დაიწყოს ცეცხლის თანთების ხელოვნებიდან. ესე წარმომიდგენია დავუშვათ რა, ჩემი გადაღებული ფილმი, რომ მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, როგორ დაანთოს ცეცხლი წვიმაში. ცეცხლი თიკვებება ჩვენი გონება არის ცეცხლი. როგორც ასეთი, ჩვენი ნება, ესაა ცეცხლი. რა თქმა უნდა, ის არის რა ქვია, დანარჩენ 4 სტიქიას, ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა და ეთერი. ეთერი ყველაზე მთავარი. ეთერი ყველაზე მთავარი, ანუ სივრცის სტიქია, როგორც ასეთი, იმიტომ რომ სინამდვილეში სივრცე არსებობს და გარდა ესენი დანარჩენი 4 სტიქია ერთ ტალღები. ამაზე მუშაობს მედიცინა. უბრალოდ როგორ იცით, კი მედიცინის ენა და ტექნოლოგია განსხვავდება იმისგან, დავუშვათ კი აიურვედაში, ესე იგი აი იმაზე, რა ქვია, 5 ენერგიაზე მოქმედებ ბალახით. იმაში, რა ქვია, ტიბეტურ მედიცინაში შემოდის მანტრა თერაპია და შემოდის მინერალები, ანუ ტალახი შემოდის. ესმის ცხოველის ნაშთები, მინერალური, ასე ვთქვათ, ღვიძლის ნაწილები და ასე შემდეგ. 211 ბალახი იპოვეს მხოლოდ ტიბეტელებმა საკუთარ იმაზე ხრიოკზე. მეტი ვერა. რამოდენიმე ათასი ბალახი აქვს იმებს. ინდოელებს. ქართველებსაც რამოდენიმე ათასი გვექნებოდა ალბათ თავის დროზე, მაგრამ ქართულ მედიცინამ მთლიანად დაიკარგა. აი ეს იადიგარ დაუდები დაუშვათ და კარაბადინები, რომელიც გვაქვს, ეს უკვე მე-16-17 საუკუნეებში შემოსული. წყაროებია, რომელიც ითარგმნა სპარსული და არაბული ენიდან. ამას ქართულთან, იბერიულთან, კოლხურთან, ხევსრულთან აღარანაირი კავშირი არ მაქვს. ამაზე მე ჭიპი მოვიჭერ და ვიცი რაზე გელაპარაკებთ. და ვეძებდი დაუშვათ იმაში ამ ქართულ წყაროებში ცოდნას. თუმცა დაუშვათ ეს რომ გააცნობიერო სიტყვაზე თქვა და ცნობა და დაითვისო, ხო, ჯერ ისეთი ისინია, რა ქვია, საწყაოები და იმისი წონის ერთეულები იქ ძალიან ჭირს იმის გაგება და მცენარების დასახელებები ხო მეეჭვება იცოდეს ვინმე რა არის ახყარყარა. ახყარყარას თესლი ძალიან ხშირად არის იმაში იადიგარ დაუჩი. მეთქი რა არის და წლობით ვეძებ ეს ახყარ არსად არ წერია. რა არის თუ იცი? პიტნა. აი შეიძლება პიტნა გაჭედო რამოდენიმე წელიწადი, იმიტომ რომ არც არის პიტნა. ამაზე არავინ არ იმუშავა დაუშვათ რომ ძველი ქართულიდან ტექსტები თარგმნოს ქართულად. უკვირთ იცით სამღვდელოებას რომ ხალხს არ ესმის და ისე უცოდინე რჩება 30 წელი ეკლესიაში. უთარგმნე ეს ნამდვილად, თვითონ თარგმნის და შენ თვითონ უთარგმნე, ხო? თარგმნა დაუშვათ იგივემ, რომელიმე სექტის წარმომადგენელს, იმისე არ მოგწონს. შენ თვითონ უთარგმნე თანამედროვე ქართულზე. და გარდა ამისა კიდე ახლა ეს ცალკე თემაა კიდე. არც ერთ ტექსტი ჩვენამდე იმ სახით არ მოღწეული, ასაკეთაც იყო რედაქცია გაიარა. ვისაც არ ეზარებოდა, როგორც არ ეზარებოდა, ისე არის, ასე ვთქვათ, ისე რა ქვია. რედაქტირებული ეს ჩვენი სასურველი. მე თუ მითხოვ პირად იმას კონტაქტს უფალთან ვერაფერი ვერ გადაწყვეტს, როგორც დავუშვათ მზის ხივთან, ხო? სტერილურია, ესე იგი გამონაბოლქვით არ ზიანდება დაუშვათ. ვერაფერი მზის ხივს ვერ შეგიცლის.
ისე უფლის ხილს ვერ შეცვლის ვერაფერ თქვენს ბულზე. ჯერ ისწავლეთ, ჯერ აღიარეთ, რომ ეს არსებობს. უფლის გამომავალი გულიდან ცხილი. შემდეგ ის აღიქვით საკუთარი გულით. შემდეგ დაიწყეთ მისი დაგროვება. შემდეგ ასე ვთქვათ, შედით მასთან კონტაქტში და შემდეგ ეს ცეცხლი აღორძინეთ საკუთარ თავში და ბოლო ეტაპი უკვე არის თქვენ თვითონ იქცევით ქრისტეს სხეულად, ქრისტედ. აი ხედავთ რა მხოლოდ გზა არის გასავლელი. ეს ცალკე საუბრის თემა. უფლის უხილავს სხეულს შეიცავს ვარდის სურნელი. მაგ გაგრძელება იმ თემისა. ზუსტად მაგიტომ იმას ვქენი, ხა. საიდუმლო სკოლები არის თუ არა დარჩენილი, ჩვენ უკვე აღარც ვიცით. მაგრამ იქ სადაც ვარდის სურნელი უფლის სხეულს შეიცავს. აი როგორც ჩვენს ქრისტიანობაში ხესმოჭრი და იქ ავარ ქვასაწევ და იმის ქვეშ ვარ, ხო? ნებისმიერ ადგილას ან თოლია გეტყვის. ფაქტიურად სიბრძნე თუ გვინდა და იმ ჭეშმარიტებასთან ზიარება აუცილებლად უნდა მიხვიდე ბუნებასთან, ხო? და შეიძლება ვარდის სურნელს კიდე. ხო. ესე იგი, მე გითხრათ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულებმა მაქვს სურნელისადმი, საქმევლისადმი და ყველაფერი იმისადმი, რასაც სულს გამოცემს. რატომ? ადამიანის სუნით შეგიძლიათ გაიგოთ რა აწუხებს მას სინამდვილეში. გარდა ამისა, სულს აქვს ვიბრაცია. ეს არის სურნელის უფრო ნატიფი მხარე, როგორც ასეთი. და უხერხული თემაა. მაგრამ საინტერესო ალბათ, ხო? ესე იგი, რადგან უმეტესობა ქალები ხართ, როგორ მესმის ყურში თქვენი მენსტრუაცია შხრიალებს თეთრი ფერის ენერგიას ხედავ და ესე მწითელი წერტილებია. და ყურს წიწკნის. მამაკაცსაც აქვს მენსტრუაცია, ოღონდ ის არ გამოიხატება ფიზიოლოგიურ დონეზე. შემდეგ და ასე ყველაფერი იცით, ესე იგი, იქიდან რა ქვია, ფეხმძიმე ქალიდან სხვა დაუშვათ ვიბრაცია მოდის, სხვა სუნი მოდის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყოფი ქალისგან ან მამაკაცისგან სხვა. ახლა აღარ ვამბობ დაუშვათ ისეთ იმას, რა ქვია, სხვადასხვა საკვების სუნი რომ ცემს ხოლმე. თანაშია საქმე ახლა იცი, ხან მძაფრდება ეს ჩემი შეგრძნებები, როცა მუშაობ მით უმეტეს და ხან მადლობა ღმერთს, რომ ჩვეულებრივ ადამიანი ხვდები და ზოგჯერ ასე თქოს ეს ამას არ გზნობდა, მაშინ არის ხოლმე რომ ამოისუნთქა. თუ დაუშვათ ღრმად შეხვედი და დაუშვათ ეს კი ინტენსიურად მუშაობ სუჯუკით და ასე შემდეგ, ნუ მიდის სადამდე იცით რა, ესე იგი პირდაპირ თქვი მენიუს რა შეჭამა. გუშინ. აი ეგეთი ამბავია. რაც შეეხება ამ ასე თქო ვართან დაკავშირებულს, მე როგორც გავარკვირე, არც ერთი მცენარის არ მაინტერესებს როგორც ვარდი. ეს შემთხვევით არ არის მან ვარზე, უტოლსიც მაინტერესებს და კრიზანთემას და ასე შემდეგ, მაგრამ ვარდი ჩემთვის დედოფალია. მეგონა რომ ეს ის იყო რა ქვია, სპარსული ვარდი მართლა არსებობდა, ან ბულგარული ვარდი, რომელიც ცნობილია თავის იმაში სამედიცინო და პარფიუმერიაში გამოყენება. ამიტომ ასე თქოთ ეს ყველაფერი არც ბულგარული ვარდი არსებობს ინდოეთში და არც სპარსული. ეკბატანას ვარდი, პოეტური ის არის და სახე და შირაზის ვარდი და ბუდიში, ყველა ეს არის სირიული ვარდი. სირიული ვარდის ნაირსახეობებია. სირიული ვარდი გარეგნობით ისე ლამაზი არ არის. მაგრამ ასე ვთქვათ, თვითონ რომ მისთან გზნობს ამოთხეს უნდა. ჯერ როგორც ეს არის სველი სურნელი, ნოტიო სურნელია, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, ბადებს შენს სიცოცხლეს. და გარდა ამისა კიდევ ერთი უცნაური მისტიკურ თემებზე ვსაუბრობთ. როგორც ამბობენ, ღვთაებრივ იმპულსს შეიცავს სულ რამოდენიმე ნივთიერება ჩვენს პლანეტაზე და სულ რამოდენიმე არსებობა. ნამდვილ ცოცხალი იმას 64-ის იმპულსს. ეს არის ვარდი. ნივთიერებები, ასე ვთქვათ, მცენარეებიდან, სხვადასხვა ნივთიერებებიდან ეს არის სოდა. სოდა შეიცავს ღვთაებრივ იმპულსს. და ღვთაებრივ იმპულსი გადმოდის თოვლით დაფარულ მწვერვალებს. ამიტომ არის სამონასტრო პრაქტიკა და უშუალოდ ამიტომ არის ლოცვითი პრაქტიკა, სამედიტაციო პრაქტიკა, იოგას პრაქტიკა
საუკეთესო შედეგებს იძლევა მთის წვერზე ამ მთაში. იმიტომ რომ ახლოს ხარ ამ თოვლით დაფარულ მწვერვალებამდე, რომელიც შეიცავს ზეცის ცოცხალ იმპულსს. თუმცა ეს შეიძლება იპოვო ვარდზე დაკვირვებით. და გარდა ამისა კიდევ ყველაფერი ასეთ საუბრობ ეს არ მოდის თავისით. ამისთვის ან ვინმე უნდა მოგამზადოს, ან უნდა დაიბადოთ ასეთი, რომ დავუშვათ შემდეგ ეს განავითაროთ. და მასწავლების გარეშე მოძრაობა არის რთული, თუმცა უფრო დიდ შედეგებს იძლევა ვიდრე მასწავლებელთან. ისმენთ? რა შეასახმე იცი, როდესაც სათბურში ვარდი ხარობს, ის არის ლამაზი ვარდი. ან როდესაც უდაბნოში ერთი ცალი ამოვა და უძლებს რა ამას რა. ესმის დღისით 40 გრადუსი ხურვალება, ღამე 10 გრადუსი ყინვა და გაუძლება გადარჩევა. აი ამ ვარდის ურნელები განსაკუთრებით ხვდები. და აი ამ ვარდის ცხოვრება არის, ასე ვთქვათ, იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, ცხოვრება, რომელიც დამოუკიდებლად იკვლევს გზას რეალობაში, ლიტერატურაში. დაუშვათ მუსიკაში, ან პოეზიაში, ნებისმიერ დარგში, იგივე მედიცინაში. სუფიზმში ვარდს დიდი სიმბოლური დატვირთვა თუ აქვს ღვთიურ გულის ენერგეტიკულ ცენტრს ქვია პირდაპირ ვარდი. კი ბატონო, ესეთი ღვთიურობისკენ გაღვიძებს იმ ჭეშმარიტების სურნელია ეგ ფაქტიურად მატერიაში ყველაზე მიახლოვებული, რასაც თქვენ ამბობთ და აი ძინის სწავლებაში თუ აქვს ესეთი სიმბოლური დატვირთვა ვარდს. ძენში არ არის ვარდი. ძენში არის საკმეულის დიდი ტრადიცია და სამწუხაროდ გამითავდა მე ძენის ისინი მქონდა საკმეულები იაპონური. ეს არის ყველაზე ნატიფი, ყველაზე ასე ვთქვათ ის სიფრიფანა და ყველაზე მისაღები სურნელი. და სხვათაშორის ყოველთვის ვცდილობ დავუშვათ ეს კი ტერმინოლოგიის შექმნას, რომელიც გადმოცემს დავუშვათ სურნელის მისტერიას. შეუძლებელია იმაზე ადამიანის ენების მიერ ენაზე და გადმოიტანოს სურნელი. და გარდა ამისა კიდე ის ზეგავლენა, რომელიც აქვს იმას რა ქვია სპეციფიკურ სურნელს ადამიანის ცნობიერებას. უბრალოდ რა შეიცით საქმეთ, ეს დროებით შეიქმნა გარემო ისეთი, სადაც ასე ვთქვათ იმაზე მიწევს საუბარი, რომელზეც მე ჩაულ სიტუაციებში არ ვსაუბრობ. ხოდა ახლა იმიტომ გებოდიშებით ამის გამო რა, რომ ეს კი მე გიზიდავთ იმაზე იმ გზაზე, სადაც მე მივდივარ. ჩვეულებრივ შემთხვევაში ეგეთ რამს არ ვაკეთებ ხოლმე. ეს ხოთშორის ბატონი ტარიელის სახლი ყოველთვის ისეთი გემრიელი სურნელით არის ხოლმე, რომელიმე საკმაოდ ცალზე, რაც ამიოდივა. არა, მაგრამ იცი სად იყიდოს სწორი სურნელის საკმეველი. რადგანაც შინაგან ახლა სულიერად დაბადებულ ადამიანს აქვს ეს სამი რაღაც განვითარებული, რომელიც ხუთი გრძნობის ორგანოსგან უკვე განსხვავებულია. შინაგანი ხედვის, შინაგანი სმენა და შინაგანი სურვილი ყნოსვა იმ ღვთიურობის. სტიქიების სიმღერა თუ მოგისმენიათ, რადგანაც ესეთი გახსნილი საუბარი გვაქვს. სტიქიების? კი. რადგანაც ცეცხლი გიყვართ, მისი სიმღერა, მისი ხმა თუ გაგიგიათ. თუ როგორ შემოდის თქვენთან ცეცხლის სტიქია, ის როგორც სინათლე, როგორც სიბრძნე, თუ მისი ხმაც გაგიგიათ. ხო, შინაგან სმენაზე იმაზე მაქვს. დართული ამას საუბარი მართლა გითხრათ, ეს იგი მე გეტყვით რაც მესმის. მე მესმის მიწის მოთქმა და ტირილი პერიოდულად. დედამიწის, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი არსება. და ის ტირის ქალის ხმით. და დასტირის თავის შვილებს, ჩვენ დაგვტირის. ეს მესმის. და ტირის როგორია, იცი, მოთქმა არის აღმოსავლური, არაბულ სტილში, რაღაც ძალიან უცნაური ხმა მესმის ძალიან ხშირად, როდესაც დავუშვათ განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ნუ აქვს მის ეს სამაგისოთ ახლა. მაგეთ არ მინდა წავიყვანო საუბარი, მაგრამ
გასაგებია. ღამეულ წლებთან განდომის შემდეგ მზესთან მივდივარ სალაპარაკოდ. როგორი სახის საუბარია ეს? გულიდან გულში? მზიდან მზეში. მზედან მზეში. თუ გულში მზე არის, შეგიძლია დაელაპარაკო მზე. თუ გულში მთვარე ცხოვრობს, შეგიძლია დაელაპარაკო მთვარეს. თუ შენ ძაღლი ხარ, შეგიძლია ასე ვთქვათ დაელაპარაკო ძაღლს. ჩვენ ჯერ თვითონში უნდა მიიღო ის მდგომარეობა, რა მდგომარეობისაც ელაპარაკები. გესმით, დაუშვათ იგივე ქურს და ბანდის, თუ დაუშვათ არ გაიზიარებ მის ენერგიას, არ გაითვალისწინებ მის ცხოვრების წესს. მის გულთან კონტაქტი შეუძლებელია, დაუშვათ იგივე კრიმინალთან, თუ დაუშვათ არ შეხვედი მაშინ თანაგრძნობის მდგომარეობაში მის მიმართ. და შემდეგ აღმოაჩენ რომ ყველას ესმის. აი ეს ჩამოღვენთილი წვეთები. ეს პატარა, რომელშიც არის სიმართლეზე საუბარი. ანუ შინაგანი ყურით თუ შინაგანი თვალით თუ რაღაცა თავისი სურნელი აქვს სათითაოს. ახლა ყველას ხო ხედავ რაღაცას რო გითხულობ, ყველაში იღვიძებს ეს ღვთიური სურნელი, ხო ჭეშმარიტების. აი ეს როდის იღვენთება ხოლმე? ესეც ლაპარაკია, მზესთან საუბრის დროს იბადება თუ აი უბრალოდ ესე უნდა მოემზადოთ განბანვის შემდეგ და რაღაცა მაგაზე. ხო. ესე იგი მეტროში ზიხარ და ათვალიერებ ტიბეტურ მონასტერს. დაგადუგი გარშემო ოფლიანი ხალხი საფულში მით უმეტეს ძალიან სასიამოვნო სურნელები გასემოში მეტროში. და შენ მედიტირებ, აკეთებ შინეს მედიტაციას მეტროში. როგი ჩაგიჯდება კალთაში, ეს ოხერი მაინც დამეთ მამაკაცია. ქალი რო ყოფილი კუფლობა ვიხარდებოდა. მაგრამ შენ ტიბეტში ხარ. გზნობ ტიბეტური საკმევნის სურნელს. ყველაფერი ეს მიდის პარალელურად. დავუშვათ იგივე ხილვა სიტყვაზე ვთქვათ, ხო? ეს იგი ჩაუბრე თოლის, ასე ვთქვათ, თოლიაზე დაკვირვებით იმას ვერ გაიგებ, რაც იქიდან გამოყვება მე. თოლის ენერგიას შენ აიღებ და შემდეგ ცნობიერდება ღმერთო ეს რა საოცრება ყოფილა. ან დავუშვათ ძაღლთან ურთიერთობას, ხო დავსვავდი ხოლმე მიგის ჩემი ყველა საყვარელი ზუგა ის იყო. ეხლა შენ ლაპარაკი არ იცი? ამელაპარაკე რა. ზუგა არ გელაპარაკება, გეთამაშება. ესმის? არა შემდეგ მოდის ის რაც გითხრა, ამის ცოდნა იცით? ამ უნდა და მაშინდა. ხო და ერთდროულად ხდება პარალელურად დაუშვათ ეს კი ქალაქში ცხოვრობ. და ასე ვთქვათ იმასთან რა ქვია, ტიბეტურ მონასტერთან, დაუშვათ რომელიმე იაპონურ მონასტერთან კავშირი გაქვს. გზნობ იმ საკმევლებს დაუშვათ, იმ ვარდის სუნას და ასე შემდეგ. და გარდა ამისა შენი ის რა ქვია, რეალობა არ არის გაურებული. შენ გამოდიხარ იმ პრინციპებიდან, რა პრინციპებს, იმ სიმაღლიდან საუბრობ იმასთან, რა ქვია, იმ ადამიანთან დაუშვათ. და იმ მონასტრიდან, რომელიც დგას შენს უკან, იმ მასწავლებელთან. ესმით? ერთხანობა ვიყავი ხოლმე იმით გადაცებული, რა ქვია, შამბალის თემით. ისე ღრმად შევედი ამ იმაში, ეს ტექსტები მე დაახლოებით 14 ტომია, მე მგონი წაკითხული მაქვს უკვე ყველა. მუშაობდი ხოლმე ახსოვს ბორჯომში ვთარგმნე რელიხის გული. ქართულად. მთავარი წიგნი არის სერცე მაგის, ხო და მაქვს და თან ისეთ ქართულს ალბათ ვეღარ გავიმეორებ. ძალიან მაღალი მისტიური ქართულის ვთარგმნე და სადღაც დევს ალბათ საფში ეს ისა. ხო და დიდი ხნის წინათ არა მაშინ დედაჩემი ცოცხალი იყო. შეიძლება ამ წიგნის შეძენა? ხო და რუსულად კი, ქართულად არ გამომიცე. უბრალოდ ვიჯექი და ვთარგმნედი. ეს მაშინ ეგეთი ეტაპი მქონდა. ხო და ეს კი ხედავდი ისეთი ლანდშაფტები წამოვიდა იქიდან შამბალიდან დაუშვა და შამბალელი მოძღვრები და ეს აგნიოგას მარადი უცეცხლი და იმ ცეცხლის სურნელი კიდევ, ხო? რომ შემდეგ დავიწყე ჩაწერა იმისი, რა ქვია, ტექსტები მესმოდა ხოლმე ოღონდ რუსულ ენაზე. აჰატმა ელმორიას ტექსტები. ხო და მქონდა ჩემი ის ჩამ როგორც რელიხებს აქვს დანომრილი ასე და ესე დავიწყე ამის დანომრვა. ძალიან საინტერესო. და გარდა ამისა კიდე კონტაქტში შემოვიდა, ასე ვთქვათ, ეს მოძღვარი. მე ასე ჩავთვალე. აჰატმა ელმორია. ცნობილი მოძღვარი, იმისა ჰიმალაელი მოძღვარი, რომელიც ტექსტებს აძლევდა რელიხებს. მასთან კონტაქტის შესაძლებელი უბრალოდ გულწრფელად უნდა გინდოდეთ ეს და ხანგრძლივად დიდხანს სწავლობდეთ დაუშვათ აგნიოგას. ერთ-ერთი ეტაპი დაახლოებით 2-3 წლიანი ალბათ აგნიოგასი იყო, რა რომ ძალიან დამაინტერესა.
ყველგან არის ეს მდგომარეობა, დაუშვათ იგივე პოეტური მდგომარეობა. ხო, ყველგან არის ის წერტილი, სადაც შეგიძლია დაუშვათ კარები შეაღო და შეხვიდე. ანუ თუ არ ეწინააღმდეგები და არ განსჭია უფლის სუნს, ვარდის სუნსაც იგრძნობს ადამიანი. ნამდვილად. ეს მომწონს ძალიან. თუ დავაღწიე თავი ზამთრის ალბათი ძრახვას, საგაზაფხულოდ მოყვავილი ატამს ვიშვილე. ყველა ატამინაშვილები მყავს. ყველა ალუბლის ყვავილი. და განვიცდი როგორც საკუთარი სხეულის და სულის ნაწილს. უბრალოდ საუბარიც კი აზიანებს ამას იცით. ეს ჩუმად შენთვის გიხარია მათთან შეხვედრა. და როდესაც დავუშვათ ეს კი ატმის ისინი რა ქვია ყვავილები განეფინება ხოლმე და როგორ განსწამახ იცი რა დას შევხვდი რა ან ვიღაც ახლობელს ძალიან. ატამსაც ქალის ენერგია აქვს. ატმის ხეს. ძალიან გავს ასე ვთქვათ ის ვიბრაცია რომელიც ატამს აქვს ქალის ვიბრაციას. თქვენ კონკრეტულად ეს სიტყვა იხმარებ ვიშულეთ. ეს ის მდგომარეობა, როცა სადღაც გონების ზევით აცნობიერებ, რომ ყველაფერი იმერ შენი შექმნილია, იმ ნამდვილი, არ ვიცი, იმ სულის. პოეზია არის დაბრუნება მამის სახლში. იმ მდგომარეობასთან, რომელიც ოდესღაც ჩვენ დავტოვეთ. იმ სივრცესთან, იმ სახლთან, როგორც თქვენ ახსენეთ. უბრალოდ ეს ნოსტალგია თავისებური და გადმოიცემა უკვე ადამიანის სიტყვის ენაზე. თუმცა ჯერჯერობით არც ერთ სიტყვას არ შეუძლია ადამიანის შეჯდება გადმოცეს ზუსტად. ამისთვის არსებობს მუსიკა. ალბათ მუსიკაც შეზღუდულია რა. მუსიკალურ ტრადიციაში ასეა მიღებული, რომ ყველაზე მაღალ ხელოვნებად ის ითვლება ხატრული მუსიკა და ხატრული მუსიკის ვიბრაციაზე უფრო მაღლა დგას მანტრის და ლოცვის მუსიკა. და ლოცვის ვიბრაციას ვერაფერი ვერ ცვლის. უფლის სახელთა ხსენებას დააკვირდით, რომ ყველა იმაში რელიგიაში უფლის სახელთა ხსენება ითვლება. ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაო შენი წყალე მეწოდილი. ბუდიზმში ასევე დავუშვათ მანტრა ომ მანი პადმე ჰუმ. რომელიც ითარგმნება ჰოინსა უნჯევ, რომელიც იხარ ლოტოსის გულში. მთავარი ისა რა ქვია მანტრა. ვისაც 100,000 ჯერ აქვს ეს მანტრა წარმოთქმული ენერგეტიკულ სხეულზე აღებეჭდება ამ მანტრის ვიბრაცია. და გარდაცვალების შემდეგ ეს იქცევა მის სულიერ ენერგეტიკულ ფარად. ანუ ესეთი ადამიანს ვეღარ მიიზიდავს ჯოჯოხეთის 6 ფორმა. ჯოჯოხეთის 6 ფორმიდან ყველა ჯოჯოხეთისეული არ არის. ასე ვთქვათ, კარმული ფორმები, ეს კარმული არსებობის სივრცეები ვეღარ მიიზიდავს და კარმული არსებობის სივრცეები რა არის? ყველა ჯოჯოხეთი თავის 6 განყოფილებით. შემდეგ ეს კითხულთა სამყარო, ადამიანთა სამყარო, ნახევარღმერთების სამყარო, ღმერთების სამყარო. და ამავე ერთი გამოვტოვე მშიერი სულების სამყარო, ეს არის ჯოჯოხეთი ლაითი. ანუ 6 განზომილებიდან რომელსაც აღიარებს ბუდისტური, ასე ვთქვათ, მეცნიერება და არა რელიგია. რჩება შენს მიღმა, ვერც ერთი ვერ მიგიზიდავს, თუ დავუშვათ შენ გაქვს ომ მანი პადმე ჰუმ მანტრის ენერგეტიკული ანაბეჭდი გულის ენერგეტიკულ ცენტრში. გუშინ ქონდა ამ მანტრის პრაქტიკა. ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობაა ქრისტიანებს ჰქონდეთ დაუშვათ იგივე ანაბეჭდი, ისე რა ქვია. ჩვენი მაჰამანტრა რა არის? უფალო იესო ქრისტე ძე ღვთისაო შენი წყალე მეწოდვილი. ეს არის ჩვენი დაცვა. მე მეეჭვება რომ დაუშვათ 100,000 ჯერ იმას ჰქონდეს ეს წაკითხული და ამაზე სერიოზულად ჰქონდეს ნამუშევარი. ან გაცნობიერებული ეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რომ ეს ფარი ჯავშანი შენი დაცვა, შენი განავითარო. ეს მე იმიტომ რომ ადამიანისგან რა რჩება გარდაცვალების შემდეგ. ზედა 4 ჩაკრა და ცნობიერება.
სამი არხი კიდე, სადაც ჩაწერილია. ეს სამი არხი კომპიუტერია, სადაც ყველა თქვენი ცოდვა არ ჩაწერილია და ასევე მათი. თუ არ მოვაგზავნეთ თავი? არა, ძალიან საინტერესო საუბარია, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ჩემგან ბოლო კითხვა იყოს. როცა ახლა ყველაფერს თავისი გამოცდილება, შეუპოვრობა, თავდადება, შრომა, არაფერი ესე არ ეძლევა მაინც ადამიანს. იქ 100,000-ში რომ რაღაცა მანტრა წაიკითხავს, მაგას შეუპოვრობა სჭირდება და სისტემატიურობა, ხო, და შრომასთან არის დაკავშირებული და ყველაზე დიდი შრომა ალბათ ეგ არის. ხო, ლოცვის პრაქტიკა. ხო, ვინც როგორ არის და ყველაზე შედეგიანი. ძალიან დიდი შედეგია, ნახებად ძალიან ის არის ძლიერი მანტრა, სხვათა შორის ერთ პერიოდი ხმარობდი და ძალიან დიდი ის მოიტანა. ტიბეტში არის ეგეთი გადმოცემა. მაპატეში გაწყვეტილი. დალაი ლამას აქვს დარშანამ მიიღება. დარშანამ ნიშნავს, რას იცით, რომ ესე იგი როგორც ჩვენთან კურთხევა რა, დგას 1000 ადამიანი გაივლენ და თავზე გადებს ხელს. ხო და ამ დარშანამს დროს ხედავს, რომ რაღაც 2 კილომეტრი, რამოდენიმე კილომეტრი იგია მთელი ტიბეტი დგას, რომ მისგან კურთხევა მიიღოს დალოცვა და ხედავს ერთი მოხუცი ქალი. და მარტო დალაი ლამა ხედავს ამას, იმიტომ რომ ესე იგი იმყოფება ჰაქტონგის მდგომარეობაში. რომ ერთი მოხუცი ქალის თავი ანთია იმათ, რა ქვია, ოქროსფრად. წმინდანია. და აი გაძახა იქ კილომეტრის იქით, რომ ქალი დგას, ის მომეყვანეთ. და მოუყვანეს და უთხრა, რომ გამანტროს კითხულობო. და შეცდომით უთხრა, ომანი პადმე ჰუმარა, ეს უთხრა უკუღმა. მაგრამ წმენას რა ძალაქვს, იცით, მაინც მუშაობს ხედავს და ხო ეს დალაი ლამას გვერდზე უდგას ეს სხვებიც დგანან და ესენი შეცვნენ რომ უკუღმა კითხულობს და დალაი ლამა რას ეუბნება აი როგორც კითხულობ მანტრას ზუსტად ესევე გააგრძელე კითხვა იმიტომ რომ შედეგი დაინახა ხო ეხლა რაღაცა ასაკში მოხუცი ქალი იყო ისიც აი მომწიფებას დრო ჭირდება ის სიტყვას უკვე თუ ვიბრაცია დაიჭირე ის სიტყვას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს მაგრამ აი ხართ ახლა იმ ასაკში და იმ ეტაპზე როცა შეგიძლიათ აი ისევ ბეღურებთან და მტრედებთან ერთად დღესაც უმიზნოდ დავხედეალობ აი რომელსაც მიზანი მატერიაში დიდი მაგას ვეღარ ვახერხებ მაგ სხვა ასაკი ხო აი როცა მატერიისაგან თავისუფალი ხარ ის კი არა რომ ანაშენება არ გიყვარდა და განსაკუთრებული და თან განსაკუთრებული შარმი ქონდა ჩემი სტუდენტობის პერიოდის თბილისის დაახლოებით ან ცოტა უფრო ადრე თბილისს რამოდენიმე ქუჩაზე მეგობარი რამოდენიმე ქუჩაზე ნათეს არც მეგობრები დაკარგული არც ნათესავი და შეიძლება ახვიდე ისაუბრო პალატარი დაუშვოთ და ნახევარი საათი 1 საათი ან 2 საათი იჯდე მათთან ერთად ისაუბრო. მასლათ, ჩაუბრისა, აღმოსავლეთ სიტყვა, მე კარგად აქვს მასლათი ნიშნავს. მასლათი. თანაგანცდას, ყოფიერების თანაგანცდას და ამ ყოფიერების თანაგანცდას შეხვიდეს. მწუხდები თბილისში აღარ გვაქვს ახლა და მაგრამ ჩემი ცხოვრება ისეთი რომ დავუშვით უმიზნოდ რაღაცა გავაკეთე. მუსაი. კი. კახეთში სხვათა შორის მე ჩემს ბავშვობაში ეგ სიტყვები ისმოდა ჩემს ბატონი ტარიელ ბიბილური არ ვიცი თავისი სიბრძნიდან რა რჩევას მისცემდა მაგალითად არ ციგანა მარტო აქ დამსწრე საზოგადოებას საერთოდ ქართველებს რომ მართოდ რას ურჩევდით ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი არის არაგანათლება თქვენი არამედ დავუშვათ ცოდნა ციგნის მიერ, ან მასწავლებლის მიერ, ან გაგონილ, ან ყურმოკრული. იმისათვის რომ რაღაცას მიაღწევ, თავარი არის თქვენი შინაგანი მდგომარეობა. შინაგანი მდგომარეობა ჯანმრთელობის შინაგანი მდგომარეობა ქმნის ჯანმრთელობას მიუხედავად იმისა თუ ავათხარ. და შინაგანი მდგომარეობა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ.
თქვენი იდენტიფიკაცია ამ მდგომარეობასთან შექმნის თქვენს რეალობას. მაგალითად, ჩემი რჩევა. ვინმეს რაიმე სანამ გავუშვებდეთ თუ ვინმეს რაიმე კითხვა გეუბნებათ. ძალიან საინტერესო. მაშინ ძალიან დიდ მადლობას მოვუხდი ყველას მე მაგერ. გიხდით მადლობას, რომ გამიძელით. ადვილი არ იყო ჩემთვის თავში საკუთარ თავზე საუბარი, ან საკუთარ წარსულზე საუბარი, ან თუნდაც აწყოზე. ყველაზე დიდ მოდელს მაინც საკუთარ. მე მივეჩვე, რომ არ ექიმი და სხვებს ხსნის, სხვა სულში ვიყურები და საკუთარი სულის გახსნა არ ვარ მიჩვეული და. ჩვენთვის პატივი იყო მოსმენა თქვენი და მადლობა ძირფას. მასეთი ღირსებით ვიზიარებთ თქვენს გამოცდილებასაც, თქვენს რჩევასაც, თქვენს სიბრძნესაც და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა ძირფას მოწვევისთვის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ტორტი გვაქვს შესანიშნავი, ჩაი ტორტი და გავაგრძელოთ მუსააფი. მასლათი გავაგრძელოთ შინაურულად.